გამუშვი. გაშვებულია, კარგია. ეხლა რა მაინტერესებს? ეხლა უყურე უცბად დავიწყებ, წარდგენას გავაკეთებ ეხლა. კვიტოს არხზე ხართ, გადაცემა პოდკასტების სერია ცოცხალი კადრი, მეხუთე ეპიზოდი. ჩვენი სტუმარი არის დავით გაჩეჩილაძე. გამარჯობა. წამყვანები ტრადიციულად მე და ღვინო, მე ვარ კვიტო, ღვინო არის კადრს მიღმა ხმა. მოგესალმებით მეგობრებო. და ვისაუბრებთ ფილმებზე და სერიალებზე და არა მარტო. ჩემი პირველი კითხვა იქნება, კევასაც გადავაგდო. იქნება ჩემი პირველი კითხვა. ისა. ქართულ YouTube-ს თავიდან თქვი ჩემი პირველი კითხვა იქნება. ჩემი პირველი კითხვა იქნება, ქართულ YouTube-ს რამდენად ადევნებ თვალყურს? არც თუ მაინც, მაგრამ YouTube-ზე მაინც ამოდის რაღაცა რგოლები და რაღაც ვიდეოები, ამიტომ შორტები თუ მთლიანი პოდკასტები გევასება თუ რამე კონკრეტული? შორტები ნაკლებად მომწონს, მაგრამ ხო, უფრო მთლიან და უფრო ისეთ სერიოზული. ჩვენი პოდკასტი გააქვს დანახი? კი. სანამ ჩვენთან მოხვიდები, მაინც მოემზადა. მოგეწონა? მომეწონა. ობიექტურად მოგეწონა. კი ბატონო. კარგი, მაშინ გადავიდეთ მთავარ თემაზე. დღეს ჩვენ გვინდა რომ ბეჭდების ბრძანებაზე ვისაუბროთ, რამდენადაც შესაძლებელი იქნება სიღრმისეულად და ცოტა ზედაპირულადაც და მოკლედ როგორც გაგვიხარდება ისე რა. მეც მინდა აუდიტორიაში აქვე ჩავერთვები და ვიმართო რომ დათო არის ბეჭდების ბრძანების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ადამიანი, შესაბამისად ბევრ საინტერესო ნიუანსზე და დეტალზე ესაუბრება და ძალიან საინტერესო გადაცემა. ძალიან ბევრი ფანი ყავს საქართველოში ბეჭდება არა მარტო, მაგრამ ნუ ჩვენ ქართულ გულისხმობთ, რომ ანუ ზოგი არის იმდან მე მგონია რომ ზედმეტად გაფეტიშებულიც არის რა. ხო და მე ესეთი ცოტა არაპოპულარული მოსაზრება მაქვს ბეჭდების ბრძანებასთან დაკავშირებით. ძალიან მომწონს გიჟდები. ფილმთან თუ ფილმთან. წიგნი არ მაქვს საკითხული და ვერაფერს ვერ. შენც მე პარალელი გააკეთე, რომ აი რა შეცვლი და მე ვფიქრობ, რომ 25 წელი გავიდა, რაც უკვე გამოვიდა რა. 2001-ში იყო პრემიერა, ხო? ძალიან დიდი სიამოვნებით ვიხილავდი reboots თუ remakes რა, რომელსაც დროა უკვე ისე, აი მე ვფიქრობ, შენი აზრი მაინტერესებს. ეგ წიგნი იმდენად სიღრმისეულია, რომ ერთი ფილმი და ერთი რეჟისორის ხედვა არ უნდა გქონდეს რა, ესე ვფიქრობ მე. ცოტა გაურება მაქვს, იმიტომ რომ ერთის მხრივ ფილმი მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მაგ ნახი და ჩემთვის ძალიან საყვარელი ნაწარმოებია, მე მაინც რაღაცეებში არ მომწონს ფილმი და ოღონდ ის არ არის სტანდარტული, რომ აი წიგნი ჯობია ფილმს, არა იქ რაღაც ცოტა პრინციპული პრობლემები მაქვს ფილმთან და სულ მინდოდა რომ რაღაცა კიდე უკეთესი გაეკეთებინათ და ეხლა სერიალი რო გამოვიდა Amazon-ის ელოდებოდი, მაგრამ ის კიდე უფრო ცუდი აღმოჩნდა რაღაცეებში. მე თანმედები გამიცრუა. ხო, ამიტომ მე ერთის მხრივ მინდა რომ უკეთესი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაც ძალიან მარკეტინგული გახდა და მეშინია რომ რაღაცას კიდე უარეს გააკეთებინათ. ხო, კომერციული გახადა. ხო, რომ შემეძლოს წინასწარ წარმოდგენა რომ ვიღაცა კარგს გააკეთებ და ძალიან და კიდევ უკეთეს სიამოვნებით იხილავ. აი ვის ისურვებდი მაგალითად. კი, აი ძალიან საინტერესოა, შენ როგორ ხედავ, ანუ აი წარმოიდგინე რომ unlimited ბიუჯეტი გაქვს და ამ პროექტს ვის მისცემდი, ვის ჩააბარებდი? ცოტა არასტანდარტულ რამეს ვიტყვი და ესე კარგად არ ვიცნობ ყველას, ვინც შეიძლება ვისაც შეიძლება ეს გაეკეთებინა, მაგრამ მე ფორმატს სხვანაირს ვისურვებდი. ეს შეიძლება ყოფილიყო მულტფილმი. ანიმაცია? ანიმაციას აქვს თავისი ულიმიტო მხარეები და პლუს კიდე ერთი რამის გამო, იმიტომ რომ ტოლკინი თვითონ ხატავდა საკმაოდ კარგად, ის არის თავი ჩანახატები ექნება ის წიგნი. ძალიან ბევრი ჩანახატები აქვს და არა მხოლოდ ბეჭდების ბრძანებაზე, მთელი ზოგადად მოყვარული მხატვარი იყო, პროფესიონალი არა, ამიტომ ტოლკინის ნახატების მიხედვით და მისი სტილის მიხედვით კიდე შეიძლება იმ სამყაროს უფრო უკეთესად და ულიმიტოდ და რაღაცა აი ძალიან მაგარია რა, მეც ანიმაციების მომხრე ვარ, მეც ხო, ოღონდ ეხლა რომ ახალი ანიმე გამოვიდა, ისევ დისაპოინტმენტი იყო. ისევ არ ვარგოდა. შინაარსის გამო თუ ტექნიკურად არ იყო ლამაზი თუ რაღაცა ვერ დაიჭირეს შინაარსი და რაღაც ეს ხასიათი და ანუ ტოლკენი ხო ანიმეებს ხატავდა, კი არ მაქვს ეგ ჩანახატები, ხო თავისებური რაღაცა ტექნიკა ქონდა ხატვის. ტოლკენი ხატავდა აკვარელითაც და ეს იყო დაახლოებით აი
მოდერნის ცოტა უფრო ესეთი შემდეგი სტილი, აი 10-იანი 20-იანი წლების მოდერნი რაც არის, ხო, არტ-ნოვუ რაც არის, აი ამ სტილში ხატავდა და ძალიან საინტერესოა. სხვა შორის ფილმში ზოგიერთი დეკორაცია პიტერ ჯექსონმა განზრახ მიამსგავსა ან გამოიყენა ტოლკიენის ნახატები. კი, ყველგან არა, მაგრამ რაღაც სტილი შეუჩა. ეს თვითონ პერსონაჟები, თავარი პერსონაჟები თვითონ თავის წიგნებში და ჩანახატებში იგივე ანუ ვიზუალებით გამოირჩეოდნენ თუ პიტერ ჯექსონმა ეგეც მთლიანად შეცვალა. აქ პიტერ ჯექსონი ძალიან შეეცადა, ყოველთვის შეიძლება რაღაცა სხვანაირად გაიგო, იმიტომ რომ ეს აღწერა მithumetes სიტყვერი აღწერა, არასდროს არ არის ესეთი დეტალური რაღაცა ფოტოგრაფია იყოს, ამიტომ მე ვთვლი რომ ვიზუალურად მან ძალიან კარგად ახლოს გააკეთა და ესეთი აი ხა მეც აი ეგ ანიმაციაში რაზე გეთანხმები, იცი მე მაგალითად ძალიან მიყვარს ტერმინატორის სამყარო რა. აი მეორე სერია ტერმინატორზე გიждები და აი რამდენი მცდელობა იყო მაგის მერე რომ ვითომ რაღაცა ეგ სამყარო კიდე უფრო გაეშალათ, არც ერთხელ არ გამოუვიდათ და ანიმაცია რო ეცადათ ანუ არლონ შვარცნეგელის სახე სიფათი რო ისევ დაიყენებინათ ამღონ ანიმაციური ვერსია ძალიან მაგარი იქნებოდა რა და ზოგადად ვფიქრობ რომ ბევრჯერ ანუ ბევრი ფილმის და ბევრი სამყაროს გაცოცხლება შეგიძლია ანიმაციურით თორე შეზღუდვები გაქვს აბსოლუტურად ნული მაგრამ ეს კითხავ კვიტო შენ ტერმინატორი ახსენე და ტერმინატორს დავუშვათ 1 ან 2 გადა რიმეიქს გაკეთებდი თუ სრულიად ახალი სცენარი აბსოლუტურად სხვა. ოღონდ ეს ტერმინატორი ისევ შვარცნეგერის სახე იყოს რა, იმიტომ რომ ეს იმდენად იკონური კი არა, რა ქვია მაგ, ეპიკური სახეა, რომ აი სხვა ტერმინატორს ვერ წარმოვიდგე რა და კარგი იქნება, ხო, ძალიან ჩაჯდა რა და ძალიან გაასწორებდა, რომ აი ანიმაცია იყოს შვარცნეგერის სახით რა, ანუ დახატული. და სხვა სამყარო, სხვა ისტორია, სხვა ამბავი. ტერმინატორ 2-ში თურმე დათვლილი არის შვარცნეგერის ჰონორარი და სიტყვების რაოდენობა, რასაც ფილმის განმავლობაში იძახის და გაყოფის შედეგად მიიღეს, რომ ერთი სიტყვა $60,000. ზუსტად. დღევანდელი სადღაც 100,000 ერთი სიტყვა. ძალიან ცოტა სამოს თვითონაც ხუმრობდა შვარცენეგერი. თვითონაც ხუმრობდა და მან დიძახის I'll be back-ეო სხვა რაღაცის თქმა მინდოდა. ჯეიმს კამერონმა ვიტოქშიო აი ჩაიჯვიო რა, რასაც გეუბნებიო ის თქვიო, იმიტომ რომ I will be back-ს ვიძახდიო რა, იმიტომ რომ I'll be back ვარჯდებაო. და ბოლოსანამ არ მიღრიალაო ჯეიმს კამერონმა იქამდე ეგრე თქვიოდა. კიდევ კაი არ თქვა, თორე 60,000 მეგეროთ უფრო გამოვიდოდა. სტატისტიკას გაუფუჭებდა. მაგიტო ნერვიულობდა ჯეიმს. სხვათა შორის ანიმაციას კიდე ერთი რამე აქვს ძალიან კარგი, ანუ ფილმი რამდენსაც ფანტასტიკურია, ჩემი აზრით ზღაპრულობა არ არის იმ დონეზე წარმოჩენილი და ანიმაციას ზღაპრული კომპონენტი უფრო ყოჩაღად შეიძლება მოიტანოს. არ გულისხმობ ანიმეს, მაგრამ ჩემთვის მიაზაკი არის ამ ხრივ განსაკუთრებული, იმიტომ რომ ცუდი რამე უნდა ვთქვა ბეჭდების ბრძანებლის ფილმის მოყვარულებისთვის, მაგრამ მიაზაკის ერთი კადრი უფრო ზღაპრულია ვიდრე მთლიანი პიტერ ჯექსონის ნამუშევარი. სამწუხაროდ კი. კი. მიაზაკის უყურე გუშინ მე მგონი ერთი მოდით დათოს შევეწინა აღდეგები და ვიტყვი რომ ბეჭდების ბრძანებლის დასაცავად რომ აი ობობების სცენა და თვითონ აი ეგ სამყარო სადაც ფროდო ხდება ძალიან ზღაპრულია რა. ფანტასტიკური და ზღაპრული, უბრალოდ ეს ცოტა ისეთი ნიუანსური არის, რა იგულისხმება. ანუ მე არ ვუწუნებ აი ამ ვიზუალურ დახვეწილობას, აი დიზაინს და ვთქვათ სპეციალურ ეფექტებს და ასე შემდეგ. ეს არის ის რომ იმ სამყაროს დამაჯერებლობა, ანუ უყურებ რაღაცას რომელიც შეუძლებელია რომ არსებობდეს, მაგრამ იგრძნობა როგორც ნამდვილი. აი ეს მიაზაკის აქვს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე, მე არ ვფიქრობ პიტერ ჯექსონს არ აქვს უბრალოდ და ანიმაციაც იმიტომ მინდა რომ ჩემთვის φιλმი არ არის საკმარისად ზღაპრული. არის ფანტასტიკური, არის ლამაზი. ზუსტად მივხვდი რაც იგულისხმება. მაგრამ არა ზღაპრული. გასაგებია. იგივე შეგრძნება მაქვს აი ისევ ჰარი პოტერის ფანები მინდა რომ გავანაწყენო, რომ ძალიან მიყვარდა მე ბავშვობაში ჰარი პოტერი პირველი წიგნი რომ გამოვიდა, ეს ფილოსოფიური ქვა იყო, მე მგონი პირველი და რო წავიკითხე, ანუ საერთოდ სხვანაირად ქონა, სხვანაირად აღვიქვი რა ეს წიგნი. მე კინოში რო წავედი, მომეწონა ძალიან. კი. იმიტომ რომ თითქმის, ანუ რაც წარმოვიდგინე, ხა ზუსტად ეგეთივე არ იყო, მაგრამ გავდა. და მე ცოტა რომ გავიზარდე რა, აი მეორე სერია როცა გამოვიდა, უკვე თითქოს დიდი ვიყავი, აი რაღაცა უკვე ისენი მქონა გლადიატორი და რაღაცები მქონა ნანახი და აი მეთქი ეს რა, ანუ ძალიან ბავშვური მომეჩვენა ბავშვს.
და იმის მერე მე მგრევე ხელი ჩავიქნიე იმაზე ჰარი პოტერის, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი ბეჭდების ბრძანებელი. ბეჭდების ბრძანებელი ძალიან ჰაი კლასი. ბეჭდების ბრძანებელი ძალიან ლამაზია, ძალიან დახვეწილია ვიზუალურად, მაგრამ მე მაინც ვაპრულობა მაშინ. ვაპრულობა გაკლდება, ხო? აუ აი ეს კარგია რა. ანიმაცია რო წამოჭრა. ეგეთი რაღაც არც ერთი ბეჭდების ბრძანებლის არ მომისმენია, ყველა იძახის რომ ხელშეუხებელია, არა პიტერ ჯექსონი გოუთია უნდა დარჩეს და რატო პირიქით, ეგ ისეთი სამყაროა რომ პიტერ ჯექსონის ერთი პრიზმიდან რატო უნდა დავინახოთ პირიქით. მულტფილმიც არის, ეხლა გამახსენდა. მულტფილმი 70-იანებში რამდენიმე ვერსია არის. არის მეფის დაბრუნება, ანუ მესამე ნაწილზე არის ანიმაციური გამახსენდა, ეგეც არის. და სხვა შორის მაშინაც მულტფილმი ამიტომ სცადეს, რომ ძნელი იყო ამ ყველაფრის ესე ფილმად გადაღება, ძვირიც ალბათ. ხო, ძვირიც, მილიონჯერ ძვირი ჯდებოდა კი მაშინ ვიდრე ეხაც არ დაждდება იაფი რა თქმა უნდა, მაგრამ ტექნიკურად უფრო შესაძლებელია თან. საერთოდ დიდ ნაწარმოებს არ უხდება ჩაკეტილობა, რომ ერთმა ვიღაცამ გააკეთა და მე ხელუხლებელია. ხო, ანუ ის თუ რაღაცა გენიალური ან გენიალურთან ახლოს არის, პირიქით ცოცხალია და ბევრჯერ უნდა ვცადოთ და ბევრჯერ უნდა გავიმეოროთ. და მე იმისაც არ მესმის ადამიანები, რომ წუხან, რომ აი გამოგონილი პერსონაჟი შავკანიანმა როგორ უნდა განასახია, რომ სნეიპი შავმა ხო იცი ეგეთი რაღაცები. კი არა, და რატო რა მოხდა? ანუ გამოგონილი ტიპი არის რა. ანუ ეხლა მე მგონი რაღაცა აი ამ ამბებთან ადაპტაციის პროცესს გავდივართ, რაც ეგეთ ცოტა დამახინჯებულია რომ ყველაფერი ვოუკ ჩარჩოში უნდათ რომ მოაქციონ, მაგრამ მეორე რადიკალური მხარეც ზედმეტები ბუზდის რომ შეიძლება ისა ბოდიში რომ ეს რა ქვია ქალთევზაზე იყო ერთი ამბავი ატეხილი რომ შავკანიანი რატო თამაშობს და ქალთევზა არ არსებობს. აი რა მნიშვნელობა არიელი რა ფერი ლურჯი რო ყოფილიყო აი რა პრობლემაა. ნუ აი კლასიკურ ვერსიაში რადგან არის რაც არის წითელთმიანი თეთრი ალბათ მე ხო ყველას რაღაცა ისევ ის მე არ მესმის ეს ვიზუალური რეფერენსი რო აქვთ თან კარგი ალბათ მე რთულია რა რომ სხვა რაღაცა წარმატებულიდან გამოსულა რომ მეორეც არის ეხლა მე ვარ ძალიან ბეტმენის და ჯეიმს ბონდის ფანი რა როგორც ანუ ეს ფიქშენალ გამოგონილ პერსონაჟებიდან ეგორი ტიპი მეუხაროთ არ მიყვარს ხო და აი არც ეს ბოლო არც ერთი ჯეიმს ბონდი საერთოდ ხო და აი ვიღაცამ რომ მითხრას რომ ჯეიმს ბონდი ვიღაცა შავკანიანი იქნებაო არ მექნება რა პრობლემა თავია კაი მსახიობი იყოს რა სინამდვილეში თუ მსახიობმა დამაჯერებლად და კარგად ითამაშა და ფილმიც ნებისმიერ რამე შეიძლება გამოდის უბრალოდ აქ პრობლემა არის ის რომ ეს თვითმიზანი ხდება რომ ეხა ვოუკიზმის გამო მოდი შავკანიანი თორე თუ იმან გააცოცხლა და შექმნა დამაჯერებელი როლი, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ 10 მსახიობიდან მოვიდნენ სხვადასხვა რასის წარმომადგენლები და ყველაზე მაგრად შეასულა ამ ტიპმა რა იყოს რა მნიშვნელობა. თუ ეხა შენი მიზანია როგორც შენ თქვი რომ მინდა რომ აი კორელი იყოს ჯეიმს ბონდი უკვე შეცდომაა რა. დიდი მსახიობი ნებისმიერ როლს აწევს და ბაზარი არა. იცი დღესდღეობით როგორ არის რაღაცა ახალი ფორმატის თანახმად უკვე შენ ვალდებული ხარ როგორც რეჟისორმა ან კინოსტუდიამ რაღაცა რეიშოები არის რომ ამ როლზე უნდა იყოს შავკანიანი, ამ როლზე უნდა იყოს ეს. ცოტა შუალედურად არის, იმიტომ რომ შენ შეგიძლია გააკეთო ისე როგორც გინდა, მაგრამ თუ ამ კრიტერიუმს არ ამყოფილებ, ოსკარზე წარდგენას ვერ განახორციელებ. ხო, რაღაცა ჯილდოებსაც ვერ მოიგებ. კი. ანუ შენ გააკეთე როგორც გინდა, მაგრამ მაშინ ვერ მოხვდები იმ სიაში. ხო, და ის ორუჯრედიანებს მერე შენ ჯილდოს აღარ მოგცემენ რა, რომ იმიტომ რომ იქ racial balance-ი არ ქონდა დაცული და იქ ძალიან ისეთ კრიტიკა, ანუ დიალოგებსაც გიკონტროლებენ დაჟე რა, უკონტროლებენ, მე რას მიკონტროლებენ. ხო, ნუ ალბათ იქ პოლიტკორექტულობა მაქსიმუმზე ხო, რაღაც წითელი ხაზები არის, რაც არ უნდა. ხო, მაგრამ აი ამავე დროს ეს ხო და კლავს ეგ რა კინოს და ზოგადად ხელოვნებას. რა თქმა უნდა კლავს. ანუ რაზეც უნდა იმაზე უნდა იბაზრონ. თუ უნდა სულ რასისტული წამოძახილები იყოს, თუ უნდა სულ სექსისტური, თუ უნდა პირიქით, ანუ ფილმი რას ისტორია, რასაც მოითხოვს, პერსონაჟი თუ არის რასისტი, იმას რაღაცა კუს ხო არ და აი ხა ეს საკითხმა მოიტანა და ბარემ დათოსაც ვკითხავ. აი ამ თვითონ პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე, სად შეიძლება კინო წავიდეს, კიდე უფრო ჩარჩოებში მოექცევა თუ არა და ზოგადად კინოინდუსტრია საით არის ეხლა სად არის და შენ როგორ ხედავ მომავალში საით შეიძლება გეზია იყოს? როგორც წესი, ანუ აქამდე როგორც კაცობი რომ მიცხოვრა, როგორც წესი რაღაცა შემოდის მოდა, მე მიყვავს ის რადიკალურ ფორმებამდე, მე ამას მოყვება რეაქცია, ისე ბრუნდებით უკან და რაღაცა შუალედური უფრო ესეთი
გაწონასწორებული ვერსიას ვიღებთ ხოლმე, ხო? ეხლა ეს ვოუკიზმიც მე მგონი ან უკვე მივიდა, ან მიდის რაღაც თავის უკიდურეს ფორმამდე, პიკში, მე ყველას მობეზრდება, აღიზიანებს და მე ისე უბრუნდებით და თავისუფლდებით ამ წესების. ეს ტალღებია, ხო, რაღაც ხან ვოუკიზმი წამოვა, ხან ზედმეტი. ან გასრულდება, სადღაც მიაღწევს თავის მაქსიმუმს. კი, უბრალოდ ეს მე უშნოდ ხდება ხოლმე რაღაცა ლანძღვის ერთმანეთთან, რაღაცა გადამტერების, აპირისპირების და ამის ხარჯზე, რაც უშნოა და არ არის საჭირო. და არ უხდება არც კინოს და არც ხელოვნებას. არაფერს, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე იქცევა და კაცობრიობა. ხო, რა სიზა, ვერ გავიქცევით და უნდა მივიღოთ ეგეთი მოცემულობა. კი ბატონო. აი, დაუბრუნდეთ ბეჭდების ბრძანებლებს. კითხვები გაქვს შენ ვიცი, რომ ვინც არანაკლები შეყვარებულია მაგ სამყაროზე. ტოლკიენის აი ეს სამყარო, რაც მან შექმნა და ეს ჟანრი, თითქოს აი არც შუა საუკუნეებია, არც ანტიკური ეპოქა, არც რაღაც სამურაების დროა აშკარა. აი არც თან ესეთი კონკრეტული რეფერენცია არ აქვს, მაგრამ მაინც ძალიან გვიზიდავს და სულ ამ ნოსტალგია გვაქვს და სულ უბრუნდებით. რატო მოხდა ეს? და როგორ? ერთის ხრივ არც ერთი არც მეორე, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ერთად არის და ეს არის მე-20 საუკუნეში შექმნილი ძალიან ეკლექტურია, ანუ ადამიანი რომელიც ამას წერდა, ყველანაირ ამ კულტურას იცნობდა, ამ კულტურებს იცნობდა, მაგრამ მას ქონა ორი მოტივი, მთავარი ორი მოტივი, რასაც თვითონ წერილებში, ინტერვიუებში ამბობს, ანუ ეს არ არის მარტო ჩემი მსჯელობა, რომ ჩემი დასკვნა არის. ერთი არის ის, რომ ის განიცდიდა, ანუ ეგრეთ წოდებულ ეთნოლინგვისტური გარემო, გერმანიკული ენები, ანუ ეს არის სკანდინავია, ჩრდილოეთ გერმანია, თვითონ ბრიტანეთის კუნძულები, ყველას აქვს მდიდარი ლეგენდარიუმი. მაგალითად ისეთ ქვეყანასაც კი როგორც არის ფინეთი, რომელიც არასდროს ყოფილა დიდი იმპერია, მას აქვს კალევალა, ესეთი მე-19 საუკუნეში დაწერილი, მაგრამ აი მთელი ისტორიის განმავლობაში შეგროვებული მითები, ხო? და ის განიცდიდა, რომ ინგლისს არ აქვს. არა ბრიტანეთს, არამედ ინგლისს. არ აქვს და მისი ერთ-ერთი და ძირითადი მოტივი იყო ის, რომ მას შეექმნა ინგლისური ლეგენდები და მითები. და მთელი ეს აი სილმარილიონიდან დაწყებული და ეს უამრავი რაღაცა, ხო? ეს იყო მისთვის, ესე თქვათ, ესეთი მთავარი მოტივი, ხო? ამიტომ და ის ამბობს, რომ ეს არის ნიბელუნგების ბეჭედი, თქვათ, შორის ბეჭედი საიდან მოდის, ხო? ეს არის სკანდინავური მითები, ბერძნულ-რომაული მითები და ამ ყველაფრიდან მას უნდა რომ შეექმნა მხოლოდ ინგლისური. და კიო, მეფე არტურის და მისი ლეგენდა არსებობს, მაგრამ ეს თლაც საკმარისი არ არის. ხო, ერთი პატარა ის არის ისტორია. ხო, და მეორე ის არის, რომ ჩვენ ყველას ძალიან გვინდა, ანუ ვარ თუ არა რელიგიურები თუ მატერიალისტები, ჩვენთვის ყოველდღიური სამყარო ცოტა მომაბეზრებელი ხდება, ხო? ხა რელიგიური ადამიანისთვის ეს არის რაღაცა მისტიური მიღმიერი სამყარო, რომელშიც ის გზნობისმიერად თუ ცნობიერისმიერად გადის. მატერიალისტისთვის ეს არის მარსზე გადასახლება, ხო? იმიტომ რომ მისთვის ეს ყველაფერი მეორდება, ამიტომ ჩვენ ძალიან გვხიბლავს ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, როგორ უდგებით ამ საკითხს, რაღაც კიდევ მეტი, რაღაც სხვა სამყარო, რომელშიც გადავალთ და პლუს ეს დასავლური და არა მხოლოდ, მაგრამ დასავლური სამყაროსთვის ძალიან დამახასიათებელი ეპიკური რაინდული თავგადასავალი. კი ბატონო. აი ტოლკიენი თვითონ პირველი მსოფლიო ომის ომში იბრძოდა, ნაღდი არის, ხო ეგ? კი. ხო და როგორ ფიქრობ, მაგის ინსპირაცია იყო ეგ მეორე პირველი მსოფლიო ომის დაპირისპირება, როგორც აი თავის ნაწარმოებში გადმოიტანა ეგ ამბავი თუ უფრო წინა ისტორიებიდან მოაქვს ეს? მას კითხეს ასეთი რაღაცა მან ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ეს რისი ალეგორიებია რა. ხო, აი ალეგორიები ხო, კონკრეტულად ეკითხებოდნენ, რომ აი ამ პიროვნების, ამ მოვლენების, ამ საკითხებზე რაღაც მან თქვა, რომ მე ალეგორიები მძულს, სადაც კი მათ სუნს ვიგრძნო. ესე იგი უფრო მასშტაბურად. ის ყოველთვის ამას უფრო მასშტაბურად აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა, რომ ნებისმიერი ნაწარმოები, რომც არ იყოს ალეგორიულად დაწერილი, მაინც მერე რაღაც ალეგორიებს იწვევს და რაღაცასთან არის კავშირში, მაგრამ ჩემი მიზანი არასდროს არ იყო ალეგორიის დაწერა, ხო? ვიღაცა კონკრეტული პერსონაჟები, იმ საურონის არა, პროტოტიპად არ ქონია ასე კერძოდ, ხო, ის განაზოგადებს ვიდრე რაღაცა კონკრეტული. მაგიტომაც არის უფრო მაგარი. ან რა ვიცი, რა ქვია, ჰიტლერის მეც ანუ ბევრი ვინც ზოგადად ეგეთ ნაწარმოებები შეუქმნია, არასოდეს არა კონკრეტებენ ხოლმე, იმიტომ რომ უფრო მასშტაბურად და უფრო საინტერესო ეგეთი გამოდის, რომ თქვას აი იმის ულვაში, იმიტომ აქ ამაზე ვფიქრობდიო
უფრო მხატვრულადაც უფრო მდარე მდარე გამოდის, გამოდის, კი, როდესაც კი. რაღაცა კერძო სულ. რაღაცა ბანძი პაროდია გამოდის რა. კი, მაშინ დაწერე სტატია და გამოდი ხო, პოლიტიკური და მითი. გამოდი პირდაპირ დაცხე ვიღაცას. კი, ამიტომ ის უფრო დიდა. ხო, რა უფრო მასშტაბურად უყურებენ ეგეთი ტიპები. და სხვათა შორის მან ასეთი რამე თქვა, რომ მეო განზრახო დავიწყო სამყაროს შექმნიდან აი ამ ასე ვთქვა თავგადასავებამდე და ყველაფერი ერთნაირად არ დავწერეო. არა, იმიტომ რომ ვერ მოასწრო, არამედ მან მოინდომა რომ სხვებს აი ეს მოტივები აიღოთ და განევრცოთ, ხო? ანუ ბეჭდების ბრძანებელი დახვეწილა და წერა, მაგრამ მთელი ეს ლეგენდები განზრახა უბრალოდ მინიშნებები დაგვიტოვა, რომ აი ეს თემა ეხა ვიღაცამ აიღოს და ინსპირაციის წყარო გახდეს. ინსპირაციის წყარო, რომ აი მთელ ლეგენდარიუს მე ხო არ შევქმნი, ხო? უბრალოდ მოდი აი ესე ჩანახაზებით და საწესებით. ვა, რა ისე საინტერესო ტიპი არის იყო. დათო ფილმში კი არის და ნაწარმოებში კონტექსტები და კომპონენტები, რომელიც ფილმში დაგაკლდა ძალიან, აი რომელიმე. კი, ერთი არის რომ ჰობიტები ძალიან ანუ თვითონ ამბობდა რომ ჩემი იუმორიო იმათაც კი არ მოწონთო რომლებიცო მე თვლიან რომ ძალიან ესეთი მარტივი იუმორი მაქვსო და არადა ეს არისო სოფლად ცხოვრები ინგლისელი უბრალო ადამიანის იუმორიო. გლეხური იუმორი. გლეხური იუმორი, ხო, ინგლისის გლეხის იუმორი, ხო? და მიყვარს ეგეთი იუმორიც, მაგრამ წიგნში არის ძალიან ბევრი კომპონენტი, სადაც აი ეს ჰობიტების ესეთი ცოტა სასაცილო თვითირონიული ბევრჯერ არის ეს ძალიან და წიგნში და ფილმში სულ ორჯერ არის ამისი მცდელობა ორივე სხვა შორის სარეჟისორო გავრცობილ ვერსიაში. ერთი არის კაცი ეგრეთ წოდებულში, ხო? კი. ერთი არის აი იზენგარტს რო დაამხობენ და ენტრთან ერთად რომ მიდიან და ეს ორი ჰობიტი რო სხედან და აი ამ ბევრი საჭმელი და ის რო ერთი არის ეს მომენტი, რომელიც აი ეცადა პიტერ ჯექსონი რო ეს გადმოეტანა და მეორე არის იგივე ესენი მაგიდაზე რო ცეკვავენ ლუდის სიმითი კათხით ხელში, ხო? ეს არის ორი მომენტი, როდესაც აი ჰობიტების მხიარულება და ეს უდარდელობა და უბრალოება და ეს რაღაცა გლეხური ინგლისელობა უნდოდა რომ გადმოეცა, მაგრამ წიგნში გაცილებით მეტი არის, გაცილებით მეტი იუმორია ამ საკითხში და ეს ძალიან დამაკლდა ეს კომპონენტი. მეორე უფრო სერიოზული კომპონენტი არის. მეორე რა არის? მეორე გაცილებით უფრო სერიოზული კომპონენტი არის, რომელიც ყველა ვიცით, რომ საურონი არის რაღაცა ცუდი არსება, ბოროტება, ანუ ეჭვარებს არ გვეპარება, ვინ არის კეთილი, ვინ არის ბოროტი. ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ აი რაში მდგომარეობს მისი ბოროტება და რა არის მისი ბოროტების აზრი და საწყისი და მიზეზი. მამოძრავებელი რა არის? ეს საერთოდ არ არის არსად გაშლილი ფილმში. აუ, ეხლა დავფიქრდი პირველად მაგაზე და მართლა არ ჩანს. ანუ ეს უბრალოდ ბოროტია რა და ანუ მაგ კუთხით რო შეხედო, რატო არის ბოროტი ან რა ამოძრავ, რა არის? მიზანი კი ვიცით, მიზანი რა. დაუშვათ რატო ბოროტდა კონკრეტული მიზანი ალბათ განადგურებაა სხვა ყველა დანარჩენი რაც ერთპიროვნული ახლოს ხარ, მაგრამ თვითონ ტოლკინი ამას წიგნშიც ანუ ტოლკინი მაღალი რანგის მწერალი იყო, ამიტომ ესე რაღაცა ეს დოქტრინის დონეზე არ გაწვის, მაგრამ საკმაოდ აშკარად გეუბნება რაშია საქმე, რომ ეს არის სხვა შორის აი მასში ერთმანეთთან ყველას გვაკლია ის, რომ გენდალფი არის ჯადოქარი და ძალიან ცოტას ჯადოქრობს. ხო, ცოტას იყენებს თავის ხო, ანუ სულ ელოდები რომ რაღაც ეხა ჭექაქუხილს გამოიწვევს, რაღაც გაფრინდება ან რაღაც, ხო? ტოლკინისთვის ჯადოქრობა ეს არის, ასე ვთქვათ, კორუმპირებული მოტივი, დაიმორჩილო სამყარო და გახდე მისი მფლობელი. ამიტომ ბეჭედი და საურონი ეს არის ძალაუფლების ლტოლვა ჯადოქრობის გზით. ანუ შენ კი არ იყო ამ სამყაროს, ასე ვთქვათ, და მისი შემოქმედის ღმერთის, ხო, რომელიც ბეჭდების ბრძანებელში არ ფიგურირებს, მაგრამ ეს ილუატარი, არამედ გახდე მისი მფლობელი და მისი მმართველი, ხო? და მთელი აი საურონის მოტივი მდგომარეობს იმაში, რომ ძალაუფლება, რომელთაც ის დაიმორჩილებს და იქნება სამყაროს აი მართველი ყველაფერში, ხო? ამიტომ ერთპიროვნული მმართველობა უნდა რა. ანუ შეიძლება ერთგვარი პარალელის გავნება მაგალითად ჩვენს რეალობასთან, რომ მაგალითად ბეჭედი როგორც ძალაუფლების მეტაფორა და ასე შემდეგ. კი, უფრო მეტიც თვითონ ამბობს ტოლკინი მიწერმოწერაში, რომ ის როგორც ნამდვილი გლეხი ინგლისელი, მას უყვარს ფერმა, ოღონდ არა მექანიზირებული, არამედ ბუნებრივი. და ყველაფერი ის ხელსაწყო, რომელსაც კაცობრიობა იყენებს, არის ძალაუფლების მოპოვებისთვის. აი ეს და მისთვის magic არის აი ეს მექანიზმები, ხო?
mechanical devices, ხო? და ანუ გენდოლფი იმიტომ არ იყენებს თავის ჯადოქრობას ხშირად, რომ არის უფრო მორალურად კი, იმიტომ რომ მის გაწონასწორებული ტიპი და არ უნდა რომ რაღაცა ის ძალაუფლებაში სამყარო დაიმორჩილოს, გახდეს მისი მმართველი, ხო? მაქსიმალურად მინიმალურად იყენებს თავის ძალაუფლებას. კი, ამიტომ ტოლკიენი ხედავს თანამედროვე სამყაროში ის აი ამ ტექნოკრატიულობას უძახის იმ კორუმპირებულ ჯადოქრობას. ძალიან საინტერესო. მაგარი კაცი, მე მაგრად ანუ აი მაგდაი რაღაც არც ვიცოდი მე მაგ. ამას მე არ მგონია რომ პიტერ ჯექსონმა ეს ვერ დაინახა. მე მგონია რომ უბრალოდ მან რაღაცა გაგებით არ ვიცი მასთან ინტერვიუები, მაგრამ ასე მგონია რომ უბრალოდ გადაწყვიტა რომ არ გართულოს საკითხი, მაგრამ ყოველთვის ხომ მნიშვნელოვანი არა ის რომ ეს ცუდია, ეს კარგია, რატომ არის ცუდი და რა შემდგომარეობს ვიღაცის სიცუდი ან ვიღაცის სიკარგე, ხო? კი ბატონო. კიდე პიტერ ჯექსონს ისა მე როგორც ვიცი 16 თუ 17 თვეში გადაიღო. სამივე ნაწილი? სამივე ერთდროულად გადაიღო. და მიყოლებით გამოვიდა სამივე ნაწილი ეგეც ეგ მახსოვს. წელიწადში ერთხელ. წელიწადში ერთხელ გამოდიოდა 1-ში, 2-ში და 3-ში. ერთადერთი ტრილოგიის მთელი მუღამიც ეგ არის, რომ ყოველ წელიწადს უნდა დაგიდონ, ანუ 8 წელი და 7 წელი რო galvoდინებენ, აი უკვე აღარ მაინტერესებს, გავიზარდე, შევიცვალე, რავი, მოუკვდი, აღარ მაინტერესებს. ის ერთი წელი ძალიან ბევრი იყო, ერთი. კი, მაგრამ ერთი წელი ხო ასატანია. რატო ვერ აკეთებენ, ანუ აი ცოტა რეჟისორებს უნდა ვკითხო, მაგრამ იქნებ შენ ციცოდე. რატო ვერ აკეთებენ ეგრე, რომ აი ადგე და გადაიღო სამივე მე ბეტმენს ველოდები ძალიან რა, ახალს მეტრიუზის ბეტმენს და აი სამივე გადაიღე რა, ანუ მაგრამ ვიცი ხა ესე თითქოს მან სხვათა შორის TikTok-ი გადაიღესავით ვითხოვ, მაგრამ სულ გადაიდო და გადაიდო. გადაიდო და ანუ სასწრაფოდ 25-ში უნდა გამოსულიყო. ესეთ ეხა ზაფხულში უნდა გამოსულიყო. მაგრამ როგორც ამბობენ 26 კი შეება 27-ში არ გამოვიდა. პიტერ ჯექსონმა თუ ეს პასუხებთ ამაზე. პიტერ ჯექსონმა თუ მოახერხა ეს სხვებს რა უშლით ხელს. ერთ უცბად ვიტყვი ერთ მაგალითს კლასიკური მუსიკიდან ჩემი საყვარელი სფერო არის. თანამედროვე დროში მაგალითად ავროთ კარაიანი, რომელიც გეგმავდა რაღაც შესრულებას და მას უნდა 30 რეპეტიცია. ის ითხოვდა 30 რეპეტიციას იმ დროს როცა უნდოდა და ისე როგორც უნდოდა. და ამ 30 რეპეტიციას გადიოდნენ და თუ საჭირო იყო 8 საათი ისხდნენ ორკესტრი და უყვნენ. მე გაჩნდა პროფკავშირები და შენ რო გიწერია რომ ორკესტრანტი შეგიძლია 3 საათით დაასაქმო დღეში, შეგიძლია დაასაქმო მხოლოდ 3 საათით. და კარაიანის დროს ის იყო წარმოუდგენელი, ის როგორც იტყო და ისე უნდა გაკეთებულიყო. დღეს ორკესტრანტი შეიძლება ადგეს და გავიდეს. აი 3 საათი არანაირი overtime. შენი პასუხი გავიგე. თანამედროვე დროს ეს არის ალბათ ბოლო უკვე 10-15 წლის უფრო მეტად და რა თქმა უნდა ბოლო 10 წელი განსაკუთრებით. ეს ყველაფერი ისეთი რეგულირებადია, რომ შენ ვერავის ვერ დააძალებ პირობითად, ხო? ანუ აი ეს აქტიური და მძიმე და ესეთი რთული გრაფიკით მუშაობას, ყველაფერს აქ განუზომლად მეტი ფულის ხარჯი, ყველაფერი რეგულირდება და უკვე ის თავისუფლება აღარ აქვს. ესე იგი, იმან რეჟისორს, დირიჟორს. რო 24 საათი ვერ ამუშავებს ერთი და იგივე სტუდიაში ვერ ჩაკეტავს და გინდა თუ არა დღეს. ხო, აქ შეიძლება არსებობს ლეგენდები, რომ როგორ ძალადობდნენ რეჟისორები და დირიჟორები, გასაგებია, რომ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდე, მაგრამ ეხა აქეთ უკიდურესობაში ვარ. ამიტომ ეს არის მსხვერპლი, ხო, რომ კი. მაგრამ მე ის იმაზე გავიგე, ახალ სპაიდერმენ მულტფილმები, რომ ანიმაციური სპაიდერმენები, რომელიც არის გრაფიკოსები გამოკეტილი ყავდათ იმაში რაღაცას. ხო, რა, მე მონობას არ ხადაგებ, და ეგრე ამუშავებდნენ, მაგრამ შემეცო, მე არც ვიცოდი, კი ძალიან მაგარი შედევრი მიიღეს, მაგრამ მაგის ხარჯად ვაფშე არ მინდა ეგეთი ფილმის ყურება, სადაც ვიცი, რომ ხალხი არის ოჯახებს დაცილებული. რაღაცა უფრო მარტივად გამოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შორის ფიზიკურად უფრო მეტი რამე იყო ბეჭდების ზანდებელის გადაღებისას, ხო? ანუ გულწრფელ დეკორაციები, ხო? ეხლა CGI უფრო მეტია, ხო? თქვათ აი ეს ციფრული, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აი ეს დეკორაციები იქნება თუ სცენები, გაცილებთ უფრო მეც სამუშაოს ითხოვდა, უფრო მეც ასწრებდნენ რაღაცნაირად, ხო? ხო, და აი არ ვიცი, მე მგონია რომ უბრალოდ დაემთხვა რომ ძალიან მაგარი გუნდი შეიკრნენ, მაგასაც ხო დიდი მნიშვნელობა აქვს. სახიობებით ყველა ერთად ისეთი ქიმია გაჩნდა, რომ დავაი მიდი შევბე რომ 16 თვეში მოვასწრე. ელაიჯა უდი ამბობდა, რომ თავიდან საერთოდ ძალიან ცოტა გადაგვიხადეს აი დღევა. იმიტომ რომ ეს სახიობები ზოგიერთი იყო მეტნაკლებად ცნობილი, მაგრამ ისე როგორც ამ ფილმში ტაილერი
ვიგო მორტენსენი მაინც იყო რაღაც მე გავარსკვლავი ესე მე არის. არც ერთი არის. მან რასელ კროუს უნდა ითამაშა, მე როგორც ვიცი, ვიგო მორტენსენის როლი. კი. უბრალოდ რასელ კროუმ თქვა უარი თვითონ, იმიტომ რომ მაგ დროს რასელ კროუს ტაუნსენდს უნდა ეთამაშა, კი. სტიუარტ ტაუნსენდსაც და ანუ პიტერ ჯექსონი ბოლომდე ვიგო მორტენსენი მინდაო რა. კი, არა, სტიუარტ ტაუნსენდმა დაიწყო კიდევაც და არ მოეწონა და თვითონ არ მოეწონა. თვითონ თქვა რომ არ მინდაო, ესო არ არის საინტერესო პროექტია. ხო, რასელ კროუ იმასთან იბაზრა, რა ქვია, რადიო წამყვანი რო არის. ჰოვარდ სტერნ. მოკლედ რა მნიშვნელობა. ისე მაგ ფილმმა CGI ვახსენეთ და ერთ CGI ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი, აი გოლუმი შექმნას გულისხმობ. ენდი სერკის. ეს სახეზე დამაგრებული წერტილებით და მე ნებისმიერი creature-ის იმიტაცია რო შეიძლება უკვე ციფრულად. აი მაგან პირველად მე მგონი მაგათ კამეროს მისცა იმედი რომ შეეძლო ავატარი გადაეღო მე როგორც ვიცი. ბევრ რამეში ძალიან ტექნოლოგიურად, ანუ სუფთა სარეჟისორო აი ამ ტექნოლოგიებში ის იყო პიონერი და პირველმა ასე თქვა წარმატებით დანერგა და აჩვენა რომ შეიძლება ასე გაკეთდეს, ხო? ეხა იცით რა ის თვითონ ეს ჰობიტების გაგრძელებები მოგწონს, როგორ შეაფასებთ? ეგეც ხო პიტერ ჯექსონების არის. ქსენების რა პიტერ ჯექსონის არის. უბრალოდ მეტი ბოდიში. რადგან ოდნავ გამოვწევ შუქს, всё. ანუ ეს ჰობიტები, ესე იგი არ არის მოწოდების სიმაღლე. ჯერ ესეთი რომ ჰობიტი თავის მოცულობით ნაწარმოები გაცილებით უფრო მასშტაბებითაც უფრო მცირე ნაწარმოები, მხოლოდ ისე რომ დიდებული ნაწარმოებია და ისევ გამოიყვანეს რაღაცა 3 საათი თუ 4 საათიანი ფილმი, ხო რაღაცა. ანუ შეეძლოთ ერთ დიდ ფილმში ჩაეტიათ მთელი ეს. მე შემოიტანეს რაღაცა უცნაური ეს მარქსის-ლენინისტური თემები, ეს რაღაცა ის რო არის ქალაქის მთავარი რო არის და ძალიან მიყვარს ეს მსახიობი სტივენ ფრაი, მაგრამ რაღაცა უცნაური თემატიკები შემოიყვანეს, რომელიც არაფერ შუაში არ არის, არც იმ ნაწარმოებთან, არც იმ ამბავთან, რასაც ყვება, ხო, რაღაცა ეს მე ჰობიტები რო არ დაგიბალოთ, პირველი დავიწყე და ძალიან არ მომეწონა და მეთქი ალბათ გაიქცა თქო პიტერ ჯექსონი. მე კიდევ აი ეს რაღაც ბატალურ სცენებზე გასაგებია, ბატალური სცენები ძალიან ეფექტურია, მესმის რომ ყველას მოგწონს, მაგრამ არ არის იქ ბატალური სცენები ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაფერი გადავიდა უფრო ვინვის როგორ უფრო ვებრძვით, ხო? და მოსაწყენი გახდა მოკლედ. ხო, რაღაც ერთი ჩარჩოებში მოიქცნენ. ერთი თქო თქვა გადაამლაშეს. გადაამლაშეს, ხო, კი ბატონო. მე მაინც ვთვლი რომ მეორე სერია ძალიან კარგი იყო. ეს Desolation of Smaug, ხო, აი დამახსოვს რა, კინოდან გამოვედი ძალიან. ქალბატონი კეით ბლანშეტი და ბატონი კამბერბაჩი ძალიან განსხვავებულად შემოაქვთ, ანუ Smaugis რო ანუ ვიხოთ იმიტომ რომ CGI არის, მისი ნაჩვენები არის, ის კადრები როგორ იღებენ, ხო? ანუ ფიზიკურადაც თამაში. განსაკუთრებული მსახიობია ორივე ბლანშეტის და კამბერბაჩიც, ამიტომ მათ განსხვავებული მიხოთ იმიტომ რომ პატარა და ეპიზოდური კი არა, მეორე ხარისხოვანი ქრონომეტრაჟით როლი აქვს, ძალიან განსხვავებული ის შემოიტანეს, ქვია, ხასიათები, ხო? კი ბატონო, ეგრე არის და კიდე იცი რა მაინტერესებს, ანუ თვითონ ამ ბეჭდების ბრძანებელმა იმოქმედა მე მაგის მერე გამოსულ ფილმებს, ანუ თამასა ისე მე მგონია რომ თამასა ისე აწიეს, რომ მე თითქოს ეშინიათ მსგავსი ფილმების გადაღების, ან აი ესეთი ეპიკური სცენები სულ გამოვიდა მე მაგის მერე ერთხელ გამოვიდა კარიბის ზღვის მეკობრები და მეტი არაფერი ეგეთი მასშტაბური მე სულ კოსტუმიან ეს დავამატებ კითხვას თითქოს ბეჭდების ბრძანებელი ხო ძალიან პრაქტიკული ეფექტები ბევრია დათორაზეც საუბრობდა და კიდე ბევრია თვითონ პროდაქშენის დროს on location სიტუაციები, ანუ რეალურად გარეთ არის გადაღებული. ხო, ახალ ზელანდიაში არის საოცარი ლანდშაფტია და ასე შემდეგ. დღესდღეობით აი ზოგადად კინოს აკლია ეგ კიდე, ანუ აი იღებენ პავილიონებში იღებენ სულ სცენები აკლია რა, სულ პავილიონებში და
ჩანს რომ ეს ფოთლები არის პლასმასის, არის ბუტაფორიები და ასე შემდეგ. აი, ალბათ ეგეც იწვევს ერთგვარად. ეგეც იწვევს თუ ჟანრმა, ანუ ამ ფილმებმა და ამ გლადიატორმა, ბეჭდების ბრძანება მაგ ეპოქაში გამოსვა, აი 2000-იანის დასაწყისში ეგეთი მასშტაბური და ეპიკური ფილმები რაც გამოვიდა, იმდენად აწიეს თამასა, რომ აღარ იღებენ და ხელს აღარ კიდებენ რეჟისორები. კიდე სხვა რამეც არის, რაც უბრალოდ ჩვენ ეპოქას ჭირს და ეს ყველაფერი რამდენჯერმე უკვე მოხდა კაცობრიობის ისტორიაში. როდესაც არის ჟანრის კრიზისი და ჩვენ ახლა ჩემი ღმერთმენით ვართ ჟანრის კრიზისში, ყოველთვის ხდება დეკორატიულობის აწევა. ანუ ყველაფერი ხდება გაცილებით უფრო დეკორატიული, ხო? ანუ აი ეს რაღაცა დიდი ბატალური სცენები, ეს რაღაცა კოსტიუმებზე, აი ამ დეტალებზე და ეს არის ყოველთვის რაღაცა სტილის ბოლო ეტაპი, ხო? აი, როდესაც ის ხდება ყველაზე ვითომ ეფექტური, მაგრამ უკვე მომაბეზრებელი, ხო? აი ეს კლიშეებით სავს. კლიშეებით ეს მარველის ეს მარველზე თუ სუპერგმირებით ფილმები, ხო, რომელიც უკვე რაღაცა აი სასწაული დიდი სცენები, მაგრამ ყველაფერი არის არაფერი არ არის ნამდვილი. არაფერი. მარტო პანიკოზე. Endgame გააქვს ნანახი? კი, მაქვს. მან დრო ბოლო ფინალური სცენა არის. მაგას behind the scenes რო უყურებს, რომ behind the scenes ხო ჯერ ესეთი აი პავილიონში ამ ხელა ოთახში იღებენ და მერე კიდე ანუ თვითონ შინაარსობრივად რა სიგიჟეს რო რაღაც ეგ არის ჟანრული კრიზისი, როდესაც ყვითელი ხვრელები და რო გამოდიან ეგ არის ჟანრული კრიზისი, როდესაც ყველაფერი გადადის დეკორატიულობაში, რაღაცა აი ვითომ სასწაულ სცენებს გაჩვენებენ, მაგრამ აღარ მოქმედებს. კაბლი გაუვიდა, ყველაფერი იგივე, არაფერი არ ნამდვილი. კინო დარბაზების რეაქციები მაქვს ნანახი, აი, ოღონდ ეგ არის კარგი თუ ცუდი? პირიქით სიგიჟე, აი, წილკივილი და აი ზუსტად მაგ სცენაზე ეს ისინი რომ პორტალები რო იხსნება. პორტალები და რო გამოდიან ეს Black Panther-ა რო გამორბის და Spider-Man-ი. ყველა გამოდის ვაში. ანუ პორტალები იხსნება და მეცინებოდა, ანუ აი ხა როგორც ვიცინოდი, ცრემლებოდა ვიცინოდი მეთქი რომ აბსურდია უკვე აბსურდია. დებილიზმია, მაგრამ ხალხი აი ისეთი ეუფორია. არა, ხა კინოთეატრის შეიძლება კი თავის ეფექტი აქვს ამ დიდ ეკრანს, მაგრამ უკვე ძალიან მეორდება. ანუ ახალს არაფერს არ ამბობენ, უბრალოდ ყველაფერი არის რაღაცა ერთი და იგივეს გადამღერება და არაფერი. მე გიკეთებენ ნოსტალგიაზე გაჭერენ, ეხა ის რო გამოვიდა დედპული და ვოლვერინი. უბრალოდ რამოდენიმე თავიდან ბოლომდე ვერ უყურებ მაგას მიჩვენია რომ მართლა ის გავშტერდე და რაღაც სხვას უყურო. და მანდაც არის თუ ეგეთი სცენები, რომ აი ნოსტალგიას გიღვიძებენ, რომ აი გამოყავთ პირველი ბლეიდი და უესლი სნაიპსი დააბრუნეს და ეგეთ ემოციურ მომენტებს გიღვიძებენ, რომ ფილმი საინტერესო აღარ არის. უბრალოდ ელოდები, აბა ეხა ვისი კამეო იქნება რა მეტი. მან საინტერესო თემა არაფერი არ ყოფილა. აი ის ფილმი ხო იაფასიან ხრიკებს იყენებენ ერთი სიტყვით. Aliens, სადაც ყველაფერი არის პლასმასის და ის ხო? და პრაქტიკული უფრო ჩანს რომ ისეთი გაკეთებულია და ეს როგორ თქვა, აი ის თოჯინებით და მოძრავი თოჯინებით არის რაღაც გაკეთებული, მაგრამ ხო უფრო მეტ ეფექტს ახდენს ვიდრე CGI და ხო? მილიონჯერ ეფექტურია. პირველ სერია სერიოზული. ეხაც ეგრე იღებენ. ეხაც ეგ ანუ იმა რო გადაიღო, ეხა შე რო მითხარი, გახსოვს, მოიცა რა ქვია, Red რაღაცა ქვია. სუსუბოლო რო გამოვიდა. Prey, ხო, მანდაც პრაქტიკულია ეგ. პრაქტიკულია, მაგრამ არ ვარგა ეგ. არის ვარგა, მე არ მინახავს. ბაშურის ძალიან თვითონ შინაარსმა არის ვარგა. დაბალ შეფასებას დაუწერა. არც აქვს. მან პირველმა ისეთი დონე დადო და ისეთი მისტიკა აქვს რაღაცნაირი და ეს შიშის რიდლის სკოტის ხო? აი, დათო მახსენა რომ როგორც ვიცი ძალიან კარგად ერკვევა მუსიკაში და აი ამ პირველ სულ ეს რაღაც აი მუსიკა მიყვება იდეალურად რა აი სულ დაძაბულს გამყოფებს რაღაცნაირად განწყობას გიღვიძებს რომ აი საფრთხე არის დასაფრთხე მუსიკა. ძალიან ორგანულია კი და აი სხვა ვერავინ ვერ გაიმეორა ვერც მუსიკა და ვერ დაანჩენი ნაწილი კი მაგ ფილმს რაც აქვს ძალიან მაგარი. კი. სხვათა შორის ბეჭდების ბრძანებლის ფილმს რამდენიმე რამე მინდა რომ კარგი ვთქვა, ერთი რომ მუსიკა აქვს ძალიან კარგი. მაგაზეც უნდა მეკითხა, სხვათა შენ რო თქვი რომ მუსიკალური რაღაც მისმისო კარგათო, მაგაზე მინდოდა მეთქვა Howard Shore ქვია, მე მგონი მუსიკალურად კომპოზიტორი ვიც არის და ერთ-ერთი ანუ თავარი ჩემთვის აი ბეჭდების ბრძანებელზე რომ მკითხო ყველაზე მაგრამ რა მოგწონსო მუსიკა არის აი ცალსახად როგორც კი იწყება აი როგორც კი Lord of the Rings-ი წარწერა გამოდის მუსიკა როგორც კი ჩაირთო აი ეგრევე მიჯაჭული ხდება მე ვიტყოდი რომ აი ტოლკიენის ეს ჰობიტების სამყარო ჰობიტები რა არის ჰობიტები არის ინგლისი ანუ ჰობიტონი არის ინგლისი შაერ ხო ანუ ხო ვიცით ინგლისურად აი თქვა დევონის საგრაფო არის დევონშაერ ხო ანუ შირ ნუ ეს რუსულად დევონშირი ხო ანუ
სინამდვილეში ჰობიტი თვითონ ტოლკიენიც ამბობს, რომ მე თვითონ ვარ ჰობიტიო, ხო? უბრალოდ სიმაღლის გარდაო, ყველაფერი რაცაც მე ჰობიტში ვხედავო, ეს უბრალო საჭმელიო გართობაო, მოგზაურობის არ სიყვარულიო, ფერმერობაო, მცენარეების სიყვარული და ესეთი ხალისი და მხედველობა, მე სინამდვილეში ჰობიტი ვარო. მუსიკამაც ყველაზე კარგად დაიჭირა ჰობიტონის ეს როდესაც აი ჩვეულებრივი საუბრებია და ეს სცენებია, მუსიკაც იქ არის განსაკუთრებული და იქაური არქიტექტურა სხვათა შორის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვება ალბათ თვითონ ტოლკიენის ჩანახატებს და ეს ტოლკიენის ჩანახატებიც მიყვება კიდევ ვიქტორიანული ერის არქიტექტურას და აი ეს ძალიან კარგად და თქვა რომ ააშენეს ეს არ არის ხო ეს რეალურად აშენებული და ესეთი მიწაში აშენებული ანუ ფილმისთვის ააშენეს და მე მგონი ძალიან ბევრი ტურისტული ობიექტია და მიდიან სპეციალურად რაღაც 60%-ით გაიზარდა წარმოიდგინე მაგ ფილმის მერე ზელანდიის ტურისტების ნაკადი და ერთ-ერთი ძალიან კაი მიგნება იყო პიტერ ჯექსონის რომ მან ძალიან ბევრი სცენა გადაიღო ამ დიდებულ ბუნებაში კი, გარეთ არის გადაღებული. აი მაგაზე რაც ახსენა რა, ყველა ლანდშაფტები არის სასწაული. კი, გარეთ არის გადაღებული და იქ ძალიან ეფექტურია რა. არა, როჰანი არის ჩავარდნა. როჰანი ქალაქია თუ არა, როჰანი სადაც ანუ დამაუწყდა როჰანი რა არის. სადაც როჰანი ხო მერე მოდის თავისი ჯარით და ეხმარება, ანუ ლამპარებით რო ანუ მინასტირიტი ჩახატული აქვს თვითონ ტოლკიენს და თვითონ ეს ქალაქი ძალიან ზუსტად მიყვება იმ ჩანახატებს და როჰანი რაღაცა პატარა თავლას დაბეჭდებას ტოვებდა, ანუ ერთი არის ძალიან დიდებულად გაკეთებული და მეორე მიაფუჩეჩეს. მაგრამ აშენებულია, ამით ვითომ იგებს, მაგრამ არის რაღაცა ესეთი ნორვეგიული ისეთი საშუალო აზნაურის სახლებით და ხო და დაასკვინდა აქ ვკითხო ეს ქალაქები რაღაც შორი კადრიდან რაც არის ნაჩვენები გარედან რაც ჩანს აი ამ ლანდშაფტში რაც ეწერება ეგენი მაკეტებია თუ CGI-ია როჰანი აშენებულია და მინასტირიტი ანუ ეს თეთრი ქალაქი რომელიც ის რა თქმა უნდა ეს არის მაკეტია ის მაკეტია კი მაგრამ როჰანი აშენებულია და ამიტომ ვერ გამოვიდათ ასეთი მასშტაბური და ერთი მხრივ თვითონ კარგია რომ ფიზიკურად რეალურად აშენებული იყო მაგრამ მეორე მხრივ მასშტაბურად არ გამოვიდა რაღაცა სამეფოს დედაქალაქი რაღაც ვერ გამოვიდათ თორე მე ჰობიტი კი არ და ბეჭდების ძანებული შინაარსად ხო არ შევეხოთ აი მაგალითად მე მაქვს ეგეთი კითხვა თვითონ ფროდო რატო აირჩიეს ფროდო რომ აიღო თავის თავზე აი ყველა ერთ-ერთი ყველაზე თავი მისია ხო განგებამ აირჩია რომ ფროდო ხო აი რის მიხედვით ბეჭედმა აირჩია ფროდო კი და რა იმას კრიტერიუმს აკმაყოფილებს თვითონ ფროდო რომ ამ ხელა მისია აიღო თავის მხრებზე ეს ძალიან კარგად არის გაშლილი ნაწარმოებშიც და პლუს კიდე თვითონ ტოლკიენი ამაზე ესაუბრება თავის მეგობრებს წერილებში ამიტომ ამაზე პასუხი ძალიან კარგად შეიძლება ითქვას ანუ გენდალფი თუ გახსოვთ ანუ ერთი მომენტი გენდალფს თავაზობს ამ ბეჭედს რომ მაშინ შეინახილეო და იგივე არის გალადრიელზეც ხო? სხვა შორის გალადრიელი ტოლკიენი თვითონ ამბობს რომ მისთვის ეს იყო ალუზია ღვთისმშობელზე. თვითონ ტოლკიენი ძალიან გულხوارე კათოლიკეა და მისი მთელი წიგნი ეს არის ქრისტიანული მოძღვრება და გენდალფს რო თავაზობს გენდალფი ეუბნება რომ იგივე იდეებს იზიარებს კი. კი, გენდალფი ეუბნება რომ ანუ მე ვერ გაუძლებ იმ ცდუნებას და ბეჭედს საკუთრად გამოვაცხადებ, ხო? თქო გასult რომ პრინციპული ამბავი არის რომ ბეჭედს შენ უბრალოდ ატარებ თუ ამბობ რომ შენია, ხო? ბუხართან სცენაა, ხო? ბუხართან სცენა, კი, და ლაპარაკი იმაზეა რომ თუ შენ ბეჭედი შენია, ბეჭედის თელი აი ეს დემონურობა მდგომარეობს იმაში რომ შენ მას ვერ შეცვლი, ის შეგცვლის შენ და დაგიმონებს და მისი ის ბოროტი რაც მასში ჩადებულია, მისი მონა გახდები შენ, ხო? და გალადრიელზეც იგივე არის, რომ გალადრიელიც ამბობს რომ მე გაუძლია ის ამბობს რომ მე გავხდები დედოფალი, ლამაზი და დიდებული, მაგრამ საბოლოოდ მე ისე იგივე ცნობას ვერ გაუძლებ, ხო? და ჰობიტი იყო იმიტომ შერჩეული, რომ ის იყო ყველაზე უბრალო და удარდელი. და ხო არ უამბიციოც ხო არა? კი, უბრალო და удარდელი ამ გაგებით, რომ მას აი ეს რაღაცა დიდი პოლიტიკური და ესეთი, რა ქვია, გეოპოლიტიკური და სამყაროებრივი თამაშები საერთოდ არ აინტერესებს. სამყაროს მართვა და მისი დამონება და შეცვლა მიუხედავად იმისა, როდესაც ბეჭედი, რომელიც რაღაც საურონის მეს შეიცავს, ბეჭედი, როდესაც ასე ვთქვათ, მიხვდება, რომ
ის უნდა გაანადგურონ, თუ ახსოვთ, ფროდო ვერ გაუძლებს იმ წტუნებას და საკუთრად გამოაცხადებს ჩემია, ანუ ფროდო საბოლოო ჯამში მაინც, მაგრამ აი ბოლომდე სადამდე შეძლო, მან გაუძლო და წინააღმდეგობა გაუწია და მე თავის მეგობრებიც ეხმარებოდნენ. კი, და ამიტომ გენდალფი იმიტომ არჩევს, ასე ვთქვათ, ჰობიტებს, რომ მისთვის ისინი ერთადერთია, ვინც შეიძლება ანუ მას ის კი არ უნდა რომ რაღაცა საშინელი თვირთი ჰობიტებს აკიდოს, უბრალოდ იცის რომ სხვა უბრალოდ ვერ არის გნომები იქნება თუ ელფები თუ თვითონ გენდალფი თუ გალადრიელი ვერავინ ვერ გაუძლებს და აუცილებლად ანუ ჰობიტების უბრალოება და ეს რაღაც უდარდელობა არის მაგათი კოზირიც და თან წევლად. ის სიძლიერე, რომელთაც ისინი ყველაზე უფრო ყველას აჯობებენ ამ სიძლიერით, კი. რა მაგარი, აი შინა თვითონ რაც წუნებს ხედავ რა მაგ ბეჭდების ზანებელის ფილმში იყო წიგნზე არაფერს არ ვიძახი. აი იმდენად მაგარი ისტორია არის, რომ ყველაფერი მოვიწყდება, ის თუ ცუდი CGI-ია თუ იმ სტილზე რისრებს, იმდენად მაგარი ისტორია მართლა, რომ აი ხუჭავ რა თვალებს რა და კი და ტოლკიენმა შექმნა მთელი ეს რასები, აი დაცვას მინდა ვკითხო. აი რომელსაც ხო მანამდე თითქმის ესეთი კონკრეტიკა არ იყო, ხო, ანუ არარსებული რასებია, მაგრამ მაინც აი რომელიმე ჟანრთან ან ნაწარმოებთან ხო არა აქვს გადაძახილი შენი აზრით, რამეს ხო არ გახსენებს და თუნდაც ქართულს ან ცხოვრს აი არსებითად ეს არის მითოლოგია. ანუ არსებითად ეს არის მითოლოგია და ამიტომ სინამდვილეში მან შექმნა ეგრეთ წოდებული high fantasy, ხო? ანუ მანამდე არსებობდა ფანტასტიკური ჟანრი, არსებობდა ოღონდ მითოლოგია ბერძნული, მაგრამ მითოლოგია არ იყო როგორც მხატვრული ნაწარმოები, ხო ის ფუნქციური იყო, ის იყო რელიგიის გამოძახილი. აქ არ არის რელიგია, ეს ხო არ არის რელიგია, რომელსაც ემსახურებით, ხო? ამიტომ high fantasy სინამდვილეში ტოლკინმა შექმნა როგორც ასეთი, ხო? ანუ მან განზრახ შექმნა ლეგენდები და მითები. ამიტომ ეს არის არსებითად ლეგენდები და მითები და საფუძვლად უდევს დიდი და მცირე ედა, ეს სკანდინავიური მითოსი, კალევალა, ეს ფინური და ბერძნულ-რომაული მითოლოგია. ამას ხშირად თვითონ ტოლკინი აღნიშნავს, რომ ეგ ეხა შენებით ჩამოთვალე მარველები და DC-ის ისინიც არის, რა ქვია. ტოლკინმა ხომ მთელი ის შექმნა, ანუ მე ძალიან ბევრი მას განზრახ თუ განუზრახ ბაძავს, ხო? ანუ და ჟანრი მე უცბად გახდა პოპულარული და ძალიან ბევრი რამე წარმოიშვა. კი, ძალიან. და უნდა გვახსოვდეს, კომიქსებიც ხო რაღაც სპონჩი მაგათი ის არის, მაგათი კომიქსებიც იგივეა, სხვა შორის რატო არსებობს სუპერმენი და ესე შემდეგ, ხო? ყველა ქვეყანას, რომელსაც აქ მეტნაკლებად ძველი ისტორია აქვს, მითები და ლეგენდები. ამერიკას არ აქვს, ამიტომ მათ საკუთარი მითები და გმირები და ლეგენდები შექმნეს და კომიქსი ეს არის ზუსტად იმ სიცარელის შევცება, რომ შენ გინდა ყავდეს ესეთი მითიური და ლეგენდარული კაპიტან ამერიკა, რომელიც ნაცისტებს და კომუნისტებს ებრძვის და ვიღაც ეგეთი. არა, რასაც გინდა იმას, მაგრამ ის იდეალი, რომელსაც უნდა მივიბაძოთ და რომელიც არის გმირობისა და სისუფთავისა და სიდიადის მაგალითი. კაცობის და ერთგულების და კი. ხო, ეგეთი მორალურად რაღაცა გამართული ტიპის სამაგალითოდ უნდა ყავდეს რა. ხა ძველ კულტურებს ეს ბუნებრივად აქვს, ხო? ანუ როდესღაც მოხდა და ჩვენ მეფეები ყავდა სიტყვაზე. მეფეები ჩვენი ლეგენდარული ჩვენც ახლა მაინც ბერძნულ-რომაულთან ახლოს ვიყავით და ბევრი რამე გადმოძახილია, ხო კი ამირანი არ არის ჩვენი ორიგინალური მითი, მაგრამ ხო მაინც არის, ხო ამირანი და ასე შემდეგ, ამიტომ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ეს. ხო, ჩვენ ახლა მაინც რამდენნაირი გვაქვს დაჟე ფრისტყაოსანი ყველაზე მაგარი მაგალითია ჩვენთვის. კი ბატონო, ხო, ამიტომ ხო, რა ის ვაშკაცობის, ერთგულების, მორალურად რაღაცა მდგრადი ტიპის პროტოტიპები სულ უნდა არსებობდეს, რომ მაგალითი მქონდეს თუ რა ბავშვები გაზარდო მაგის მიხედვით და გარდა მაგისა შენც უფრო რაღაცა ისენი ქონდეს. დასრულებსაც არ მხოლოდ დასრულებსაც ვიძახი, კი. სამაგალითო ტიპის სულ უნდა ყავდეს და რაც უფრო ეხა უბრალოდ შეიცვალა იმ ხრივ, რომ უფრო ხელშესახებები გახდნენ ეგეთი სამოტივაციო ტიპაჟები რა. სუპერმენი ეს არის იდეალური ამერიკელი. ხო. იდეალური ამერიკელი. კი, ეს და კაპიტან ამერიკა კიდე. ეს მერე უკვე, მაგრამ აი სუპერმენი იყო პირველი, აი რას ნიშნავს ამერიკისთვის იდეალური, ხო? აი ეს არის. მაინც ხო უცხო პლანეტელია. სუპერმენი. კი, იმიტომ რომ ზოგადად თუ დავაკვირდებით ყველგან ლეგენდებში ის ვინც ლეგენდარულია ყოველთვის იმ სამყაროს ცდება რომელშიც არის, ხო? ანუ რაღაც მიღმიერიდან უნდა მოდიოდეს ან რაღაცა გლობალურიდან და ასე ან რაღაცა შემთხვევის შედეგად მიეცა ეს ძალები ხა იმას აქვია.
როგორც წესი, სუპერგმირებს ხო რაღაცა უბედური შემთხვევა იმართება თან რაღაცა. ეს მერე შემოვიდა მოდაში, მაგრამ ხო, კი. გავლენის მერე. ეს ის შემთხვევითობა, რომელიც აი რაღაც დიდ სამყაროებრივ ჰარმონიაში უნდა ჩაჯდეს, ხო? ანუ მაინც პიტერ პარკერს რატო უკმინა იმობობა. იმიტომ რომ პიტერ პარკერი იყო ისეთი როგორიც იყო. კი. ეგეც მაგარი. ტოლკინი იყო პროფესიით ლინგვისტი და მე მოდაში შემოვიდა ენების შექმნა. ამიტომ მისი თქვა ერთ-ერთი ეს თქვა სამეცნიერო შრომა იყო ბეოვულფი. და ის პროფესიულად სწავლობდა ბეოვულფიც მაგისია? არა, ბეოვულფი შუა საუკუნოვანია, მაგრამ ბეოვულფის კრიტიკული და ესეთი ლინგვისტურად გამართული და ესეთი გამოცემა და შესწავლა გააკეთა ტოლკინმა მისი ესეთი ხო და პლუს კიდე ის ხო პროფესიულად სწავლობდა ენებს და ამ ლეგენდებს, ხო? ამიტომ ის ამბობს, რომ რაც ბავშვიდან რაც თავი მახსოვს, უნდა ენის შექმნაო და ამიტომ მან შექმნა ეს ენა. მე ეს მოდაში შემოვიდა და ეხლა იმანაც ხო შექმნა, ბეჭდები კი არა და Game of Thrones-ის იგი ეს გახდა მე რაღაცა ტრენდი, რომ თუ შენ high fantasy-ს წერ იქ რაღაც დონეზე ენაც უნდა მოიგონო, კი. დათო, ერთი ენა შექმნა თუ რამდენიმე ამ ფილმს ნაწარმოებში როგორ არის? რამდენიმე, იმიტომ რომ იქ არის მორდორის ენა, არის ელფების ენა, არის გნომების ენა. კი. ყველა რაღაც თავის ენაზე საუბრობს. კი, ოღონდ მისთვის ელფების ენა ეს იყო უელსის ენის, ის ამბობდა რომ ინგლისში და აი როგორც ინგლისელს მისთვის ყველაზე ძვირფასია უელსი და უელსის ენა, ამიტომ ლინგვისტურად თუ გავარჩევთ ელფების ენა საფუძვლებით არის უელსის ენასთან დაკავშირებული. აქვე კითხავ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს შენი აზრით მაინც ამ ფილმში ყველაზე ძლიერი კომპონენტი რომელია? ან მაგალითად რეჟისურა, სამსახიობო დასი, ეფექტები, ეს მასშტაბურობა, საოპერატორო ნამუშევარი თუ აი მაინც რომელს გამოარჩევდი? ამ ფილმში შენ რომელი გიზიდავს ყველაზე ძალიან? მე ვიტყოდი რომ ანუ კმაყოფილი ვარ ალბათ უფრო მსახიობებით ყველაზე მეტად. პერსონაჟების გაცოცხლებით ესე. ხო, რეჟისორზეა დამოკიდებული შენი პერსონაჟს რა გინდა რომ პერსონაჟისგან მიიღო, მაგრამ უმეტესად მსახიობებს ანახმთვანებით ან ვერ დაუწუნებ როგორ ითამაშეს. ხო, ხა კეით ბლანშეტი ჩემი ფავორიტია ზოგადად, ხო, მაგრამ ყველანი, სხვა შორის არაგორნი ხო, ვიგო მორტენსენი, მან ისე ითამაშა და ეს რა თქმა უნდა პიტერ ჯექსონის დამსახურებაც არის, რომ რაღაც იდეალური ფორმა შექმნა, რომ არაგორნი წარმოგიდგენია მხოლოდ მისი სახით, ხო? აუ, ზუსტად რა საინტერესო პოინტია, რასაც ამბობ ხო? კი, რა თქმა უნდა გოლუმი ვიზუალურადაც და ანუ თავისი რაღაცა აი ამ გაორებით და რაღაცა გოლუმზე იღებენ მე მგონი კინოს. სამი სერია იგეგმება ისევ პიტერ ჯექსონი და ისევ ენდი სერკისი იქნება. ისევ ენდი სერკისი იქნება და ეს პრეისტორია ხო? კი, 2026-დან იწყება გადაღება. პრეისტორია იქნება მამეთი ის ხო? საინტერესოა. ხო, ეგ ვიცი რომ დაანსებული. გოლუმი ყველაზე სხვა შორის აი სცენა, როდესაც იან ჰოლმი სხვათა შორის ანუ ბილბოს ვინც თამაშობს, აი შესანიშნავად ითამაშა, როდესაც აი გამოცანების მომენტია, ხო, იქ მიწისქვეშ ტბასთან. აი ვერ გააკეთა, ანუ გოლუმი არის შესანიშნავად, აი ძალიან კარგი და ეს ენდი სერკისის უდიდესი დამსახურება, მაგრამ ის სცენა ვერ გააკეთა. ანუ ერთი მხრივ მსახიობები არიან ძალიან კარგი, მაგრამ მე მთლიანობაში სცენაში მაინც რაღაცა მაკლია ხოლმე, ხო? აი ისევ ის ჯადოსნურობა თუ ის იუმორი და აი ეს უშუალობა, ხო? აი რაღაცა ბილბო არის ისეთი როგორ თქვა ცოტა უბრალო შტერი, კეთილი, რა ქვია, ბავშვური და ეს ვერ გამოვიდა. რომ ის ასეთი არის, ხო? გოლუმი გამოვიდა. ანუ გოლუმთან ყველაზე მაგრად მე გოლუმი და არაგონი და გენდოლფია. ანუ ეგ სამი მომწონს ყველა და ფროდო. აი ეგ ოთხი. გენდოლფი იდეალურია, არაგორნი ხო არის და გენდოლფი ნამდვილად ძალიან კარგია. იდეალურები არის. ახლა წიგნი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ხვდები რა. სხვადასხვა წიგში თუ არის ბოლო მომენტი, რომ სარუმანს არ კლავენ აიზენგარდზე არამედ სარუმანი გარბის და მიდის ჰობიტონში, რომ დაარბიოს ჰობიტონი და იქ ჰობიტები რომლებიც საერთოდ არაფერთან არ არიან კავშირში პოლიტიკურად, მოაწყობენ რეალურ რევოლუციას. და ეს ფილმში საერთოდ არა. აუ ეგ უფრო საინტერესო გაგრძელება არის. ისეთი როგორ თქვა, აი სიმძაფრე შემოაქვს წიგნში აი ამ რევოლუციას, რომ ეს შვიდი და უზარდელი რა ამოგვიჭრა პიტერ ჯექსონი. ნუ ალბათ მე უკვე ეგრო ყოფილიყო მეოთხე ფილმიც უნდა ყოფილიყო, არა?
აი არის რაღაცა სცენები, რომელსაც ამოვიღებდი ფილმიდან, მაგაში არ არის და მაგას ჩავსვადი, მაგრამ ეს ისეთი სასაცილოა, იმიტომ რომ ტოლკინი ამას აკეთებს იმათ, რომ აი რაღაცა უბრალო ბავშვური ჰობიტები უცბად ხდებიან რაღაცა ისეთი როგორ მამაცი და უშიშარი, რომლებიც თავზე ამხობენ ეგეთი ტრანსფორმაცია ძალიან საინტერესოა, უცბად რომ ეს მოკეიფე და ხიარული საყვარელი ჰობიტები უცბად რომ მოკეიფე და კი ხანჯლებით გამორბიან, როგორ ახასიათებს ტოლკინი ჰობიტებს, რომ ეს არის სოფლად ცხოვრები ისენიო ინგლისელიო, რომელსაცო პრობლემა აქვს მისი reach of imagination, ანუ აი ცოტა შეზღუდულია თავის სიმაში რა, აი ამ წარმოსახვაში. არა, ნუ შეგეშლებათო, ძალიან მამაცები არიანო და მათში დიდ ზალა გვინვარებს, ხო? ანუ ეს რაღაც თვითონ ბავშვური ჰობიტები უცბად ისეთ რევოლუციას აწყობენ, რომ ხო და ეხ მაგრად მომინდა მაგ კანტრის ყურება ერთი აი ნახევარსაათიანი მომენტი ძალიან მოუხდებოდა. დათოს ასევე მინდა ალბათ ეს იქნება ბოლო კითხვა ჩემი ამ საკითხთან დაკავშირებით. ბეჭდები და ისაც არ უნახავს ეს ფილმი, აგერ უკვე 24 წლის მერე და აქტუალობა რა თქმა უნდა არ დაუკარგავს, რას ურჩევდიან, რას ეტყოდი იმად. კი ბატონო, ეხლა ერთი რამე მითქვა, იმიტომ რომ იყოფა ორად აზრი, ანუ ის ვისაც ფილმი უფრო მოწონს და ვისაც უფრო წიგნი უფრო მოწონს, საერთოდ დიდ ნაწარმოებს ახასიათებს მრავალმხრივობა, ანუ ყველას თავისებურად შეუძლია დაინახოს და ის მოეწონოს და სავსებით ლეგიტიმურად, ხო? მე რომ რაღაცა მომწონს და არ მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა იგივე აზრზე უნდა იყოს, ხო? და ზუსტად იგივენერად დაინახოს და იგივე მოეწონოს. ამიტომ ვისაც ფილმი უფრო მეტად მოწონს, მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ძალიან კარგად მესმის რატომ და ვიღებ მათ ხედვას, ხო, როგორც ლეგიტიმურს და ნამდვილს. ანუ მე რას ვურჩევდი, რომ თუ მათ ფილმი უფრო მეტად მოწონს მიხოთ წიგნისა, ვერაფერს ვერ ვურჩევ. იმიტომ რომ მათ უკვე თავისი ხედვა აქვთ, ნამდვილი, სრული, ჩამოყალიბებული და როგორ თქვა, აი ვერაფერს ვერ ვურჩევ, იმიტომ რომ მათი ხედვა და ის ვინც უფრო წიგნისკენ მეტი სიმპათიით არის განწყობილი, ურჩევდი ინგლისურად წაეკითხოს. აჰა. კი, ორიგინალში. ძიმეთ არის დაწერილი. ლინგვისტი იყო ტოლკინი და მისი ენა უფრო მრავალფეროვანია ვიდრე დიკენსის, ხო, მაგალითად. ხო, მარტივად არ გეუბნები. იმდენად ლამაზია და იმდენად დახვეწილია, რომ თუ შეგიძლია ეს გაუძლო და მეორე რჩევა. რა ვიცი, ეს შეიძლება მე ძალიან ეხა გადავარდი სხვაგან, მაგრამ წავიკითხავდი კალევალოს, წავიკითხავდი დიდ და პატარა ედას და და ნიბელუნგთქმულებას ნიბელუნგებზე. და მე ეს როგორც ბექგრაუნდი, ხო, საბექგრაუნდი შეისწავლო მითოლოგია თუ გაინტერესებს, აი ამ ადამიანებით უნდა დაიწყო და შებერო და არა მე ძალიან მეზარება ხოლმე მაგალითად აი არც დაგიმალავ ხო მიყვარს სიტყვაზე ჯეიმს ბონდი, მაგრამ მაგის წიგნი საკითხო, მაგრამ ეს არის. მე ბეჭდების ეგრე ძალაც არ მიყვარს. მე ბეჭდების ძანებელი პირველად არის, ნუ 1000 გვერდიანი წიგნი არის, პირველად წავიკითხე 3 დღეში. იმიტომ რომ უბრალოდ ვერ მომეჯერ გაქვს საკითხული თუ ფილმი ნახე. წიგნი მაქვს წაკითხული 7 ჯერ. ფილმი უფრო იოლია. უფრო იოლია. ფილმი ჩართავდა, შეგიძლია სხვა რაღაცაც აკეთო. ანუ ფილმის მინიმუმ 7 ჯერ ანახი გაქვს. ფილმი ალბათ 1-30 ჯერ. ვაუ. ხო, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ალბათ რამდენჯერმე, მაგრამ არის ხოლმე მე რაღაც მომენტები, რომელსაც ვუბრუნდები, მაგრამ ისიც იმიტომ აი გითხარი, რომელ მომენტებს უბრუნდები ხოლმე? ყველაფერი რაც გალადრიელთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში კი, ანუ უბრალოდ იმიტომ რომ ეს მსახიობი და სხვათა შორის კიდევ აი ჰობიტონის ეს სცენები, ხო? ხო, სამწუხაროდ სემის როლი ყველაზე ცუდი არის ჩემთვის. არ გევასება სემის. ანუ რამდენად წიგში არის ძალიან სიმპათიური პერსონაჟი და ძალიან გულშემატკივრო, აქ გამოვიდა ცოტა ესეთი მელოდრამატული რაღაცა ისეთი ცლემნარევი ხო რაღაცა და იქ წიგში არ არის, წიგში არის აი ესეთი პროპოზიტიური. ესე შუა საუკუნოვანი ესეთი სტიუარდის, ანუ აი სანჩო პანსა არა, უფრო ესეთი ერთგული, არა მონა, არამედ ერთგული სახური, რომელიც თავის ხო, აქ ცოტა ის არის, ძალიან ცოტა რაღაც შნირივით არის, ხო, თითქოს. ხო, ცოტა ესე გამოვიდა და ძალიან არა და უფრო წაი ტიპის სინამდვილეში ის უფრო მამაცია წიგში ვიდრე ფროდო და უფრო თავდადებულიც და ძალიან ბევრ ამას ის საკუთარ ზურგზე ასე მოკლედ დაუკარგეს უფრო საინტერესო პერსონაჟის ფისებები, ხო? კი, სამწუხაროდ მისი ერთგულება ცოტა სხვანაირია იქ, ხო და თუ გაქვს შენ ბეჭდები ძანებლიდან კითხვა,
არა, მე ხო არ დადნა ელემენტი. 1 საათი გავიდა. ბონდიდან მქონდა ერთი კითხვა. კითხე მაინც. ხო, რა, მაინც ისეთია ზოგადად. ნანახი ხო გაქვს ასთავარია? ყველა ბონდი მაქვს ნანახი, მით უმეტეს კლასიკურები. ბონდი დაიკიდებ, მე შენ რო Dark Knight მიპასუხე თავიდან, მაგედან დავსვავ კითხვას, რა ჩავამატებ კითხვას. ბლიცი მეგობრებო, მინდა რომ ჩვენ ყველამ ვუპასუხოთ რა, ეს ისეთი ყველასთვის არის ეს კითხვები რა. თქვენი საყვარელი ბეტმენი, მოდი ესე დავიწყებ. შენიც და მე ჩემსაც ვიტყვი. ანუ ფილმის მსახიობი. ქრისტიან ბეილი უდაოდ. ქრისტიან ბეილი ჩემიც, შენიც? ალბათ მე, მაგრამ კიტონიც არ არის ცუდი. კიტონი პირველია, მაინც ჩემი ბავშვობის, მაგრამ მაინც ბეილი მიყვარს მეც რა. თქვენი საყვარელი ანტაგონისტი ვინ არის ნებისმიერი ფილმიდან, სერიალიდან? პინგვინი დენ დევიტოს შესრულებით. ისე ბეტმენიდან? თუ გინდა ბეტმენი ნებისმიერი სამყაროდან, საიდანაც გინდა. ანტაგონისტი ვისაც ყველაზე ეფექტური, მოდი ასე ვთქვა, ხო, ყველაზე შთაბეჭდება ვინც მოახდინა თუ თუნდაც. შენ ყველაზე მაგრად რომელი დაგამახსოვდა? პირადად შენთვის, აი სუბიექტურად შენთვის. მე შენთვის ძალიან მიყვარს არა თვითონ პერსონაჟი ჰანიბალი, მაგრამ ჰანიბალ ლექტერი. კი, უბრალოდ მსახიობი იმდენად დიდებული. ჰოპკინსის შესრულებით. კი. შენი ღვინო? მე ჰიტლეჯერის ჯოკერის გარდა. არა, ხო რა თქმა უნდა. ვიცი რომ მაინც მაგისკენ გაგიქცა. ჰანს ლანდა. კრისტოფერ უოკენის, ხო? კრისტოფერ უოკენის, აუცილებლად. ალონზო ჰარისიც. ვიტყვი ხავიერ ბარდემს ვიტყვი მე მაშინ. სახელი დამოვიდა. No Country for Old Men. მაგ პერსონაჟის სახელი დამოვიდა. ანტონ ჩიგურნი, ხო? აი ეგ იქნება ჩემი. ოღონდ ანუ ეგ ის რა არის თქვენ ისეთი ტიპები თქვით, რომელიც კარგი საყურებელია რა, მიუზ როგორ არის ქართულად? გასართობი. ხო, ეფექტურია და კარგად რაღაცა საინტერესო. ეს არ არის ეგეთი. აი ეს ანტონ ჩიგურნი მაგრამ მაინც არის რაღაცნაირად ვითრევს ძალიან ჟუტკია, მაგრამ ჟუტკი ცუდი სიტყვა. მე უბრალოდ ალბათ იმიტომაც რომ ენტონი ჰოპკინსი განსაკუთრებულად მომწონს და უბრალოდ კარგი საყურებელია, კარგი მოსასმენია, საინტერესოდ ლაპარაკობს, საშიშიც არის და ეფექტურია. ჰანს ლანდაც ეგეთია რა, რაღაც ხუთენაზე საუბრობს. ქარიზმატულია ეს და ეს არ არის ქარიზმატული, ხა მე ვიცი ვინაირად მომწონს. ჯოდი ფოსტერმა თქვა რომ მეშინოდაო გადაღებებზეო მისიო ენტონი ჰოპკინსი. ხო დაინახე რა არის მაინც ქარიზმატულები. მიუხედავად იმისა რომ თითქოს წყნარი რაღაცნაირად მოსაწყენი პერსონაჟია, ამის ძალიან დიდი ქარიზმატულობა იმალება. კი ბატონო. საყვარელი ქართული ფილმი. საინტერესოა. ალბათ მაინც სუბუქი ჟანრი უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ყველაზე კარგად უფრო სუბუქი ჟანრი გამოგვდის. აი დავითასთან სიამოვნებით ვისაუბრებდი ქართულ კინოზე. მე თუ გაგისტორდება კიდე მოდი და ქართულ კინოზეც ვილაპარაკოთ. რა ჭირს ქართულ კინოს და რა მოკლედ ბევრი რაღაც ეხლა რასაც ვიტყვი, არა ვარ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ არ მიფიქრე ასე კარგად, მაგრამ თუ გინდა 2 თქვი, თუ გინდა 3 თქვი. ხო, არა, უბრალოდ ის არის ჩემთვის მე მგონია რომ ალბათ ცისფერი მთები ელდარ შენგელაია უნდა მომხმეთ. ისეთი ყველაზე effortless რომელიც ტოვებს შთაბეჭდებას, ხო, ეხლა იოსელიანი შეიძლება ბევრი რამეზე ვისაუბროთ, მაგრამ აი ესე ყველაზე ბუნებრიობა და არა ესეთი მოფიქრებულობა რო აქვს და ცოტა ესეთი ხო რაღაც ცოტა ხო ალბათ ყველაზე ოსტატური ალბათ მაინც არის ცისფერი მთები კი. შენი ღვინო? მეც განმეორდები და ვიტყოდი, მაგრამ ნუ დავამატებ კიდე ის ელდარ შენგელაიას მეც ელდარ შენგელაია შერეკილების საოცარი ფილმი. შერეკილები თქვი, კაი, მე ვიქნები არაჩვეულებრივი გამოფენა. აუგიჟდები. არ ელდარ შენგელაია ჩემთვის ყველა ანუ ტოპ რეჟისორია ყველა დროის ნებისმიერ ქვეყანაში. იმიტომ რომ არის უფრო სერიოზული ფილმები, რომლებიც უფრო დაჭინთულობის შთაბეჭდებას ტოვებენ. არა, ქართული და დაჭინთულობა მე არ მევასება. ქართული სიმსუბუქე მევასება რა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იგივე თუნდაც მონანიება ძალიან მძიმეა ცისფერი მთების სინამდვილეში. ცისფერი მთები მძიმეა და არაჩვეულებრივი გამოფენას. იმიტომ რომ საშინელებას გვაჩვენებს. არაჩვეულებრივ გამოფენაში რა გაჭირვებაში ცხოვრობენ, სად ცხოვრობენ და მაინც რა კარგი ტიპები არიან. აი, მაგაზე ვგიჟდები, რომ გული კიდე რაღაცები. ძალიან მევასება, აი გიჟდები. კაი, შემდეგი კითხვა. საყვარელი საუნდტრეკს არ კითხავ, ეხლა შერახან უფრო მუსიკაში ესე სიღრმისეულად ერკვევი, მინდა რომ ესე კითხო. საუკეთესოდ მუსიკალურად საუკეთესოდ გაფორმებული ფილმი რომელია შენთვის? ფილმი ან სერიალი ანუ? თუნდაც სერიალი, თუნდაც ფილმი, თუნდაც რავი, კლიპი, რავი, რაც გაგისტორდება.
ხო, უცნაურ ამას ვიტყვი, იმიტომ რომ არ მინახა 20-30-იან და 40-იან წლებში და იქ წავიდე, ხო, სადაც ცოტა სხვანაირად ხდება და იქ მუსიკა უფრო სხვანაირი იყო. თანამედროვეობაში არის ესეთი სერიალი ლეგიონი. ლეგიონი არის თუ არ ვცდები ფენტეზია? კი, სამეცნიერო ფანტასტიკა. სამეცნიერო ფანტასტიკაა, ხო. და გამაკვირვა თანამედროვეობაში მე ასეთი დახვეწილად გაფორმებული მუსიკა, ანუ როდესაც მუსიკას აქვს თავისი შინაარსი, თავისი როლი უბრალოდ კი არ აფორმებს, ანუ აი თინიანად ორგანულად არის ჩამჯდარი, თან არ არის რაიმე მუსიკა გამოყენებული, ხო, აი თქვა რა საუნდტრეკი და რაღაცა და ძალიან ინტროს გულისხმობ თუ თლიანად სერიალი არის? თლიანად სერიალის განმავლობაში, ანუ მუსიკა არის შინაარსის კომპოზიტორი ვინ არის? რამდენიმეა და უბრალოდ ჩემ დასამარცხებლად არ დაუკვირდი ვინც, მაგრამ ამოვანათებთ ჩვენ. ხო, მაგრამ უბრალოდ მუსიკამ გამაუგნა, რომ ის არ იყო უბრალოდ გაფორმება. მუსიკას აქვს თავისი როლი ფილმში. აი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟია. პერსონაჟია, მუსიკა არის პერსონაჟი. ვინჩიკ, შენთვის ვინ არის? რომელი ფილმი გაგახსენდა ეგეთი? სხვათა შორის ბოლოს რაც მახსენდება ეგეთი ჯუნის სამყარო იყო, აი თავისი ზიმერის ხმებით და გაფორმებით ანუ მანამდე უპრეცედენტო ხმებია რა, არ ვიცი და მეტახმება თუ არა, მაგრამ ეს უდაბნოს თავისი ხმა აქვს რაღაცნაირი ამ ფილმში და ძალიან მომწონს. მაგარია. მე გამოვარჩევდი, ანუ ჰანს ზიმერი ხო ყველა ვიცით რომ გენიალურია. ტომას ნიუმანი მევასება. ანუ ბავშვობაში რა კინოებსაც უყურებდი, ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემზე დიდ გავლენას შინაარს ვერ ხვდებოდი რა, 5 წლის რო ვიყავი იმას ქალის სურნელს რო უყურე ვერ მივხვდი რა რაზეა, მაგრამ მუსიკა მომწონდა ძალიან რა, ტომას ნიუმანის გაფორმებული ყოფილა. American Beauty, ეგ რა ქვია, ქალის სურნელი და კიდე ძალიან ბევრი ხა არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ შეიძლება ერთ 500 კინო. უილიამსის მუსიკაა დიდებული ზოგადად. არ ვიცნობ უილიამსის შემოქმედებას, მაგრამ მაგასაც ამოვანეთებ და მითხარი სად არის ეგ. ინდიანა ჯონსი ხო, მაგალითად, ანუ სპილბერგთან ძალიან ხშირად არის ხო, იგივე იტი და ასე შემდეგ ხო. შვენიერი, ძალიან კარგი ტიპაჟები გავაძე. ტომას ნიუმანი ახლა უცბად ამომიტივტივა, რომ აი даже TikTok-იც მაქვს მაგაზე ჩაწელი და ძალიან მევასება. მაგრამ მე მიყვარს თანამედროვე მე-20 საუკუნის კომპოზიტორები, რომლებიც კომპოზიტორებად ხანდახან არ ვარგიან ხოლმე, კლასიკურ აკადემიურ მუსიკას ვამბობ. ანუ არ ვარგიან კი არა, ანუ ძალიან უცნაური მუსიკა აქვს ხოლმე და მე ფილმის მუსიკაში ორ კომპოზიტორს ვიტყვი. ორივე საბჭოთა არის, მათ დიდი პრეტენზიები მაქვს, ერთი არის სოფია გუბაიდულინა. ყველამ ვიცით მაუგლის მულტფილმის მიხედვით. მაუგლის მულტფილმი რუსული. აუ როგორ მევასება. აი ეს მუსიკა რომელიც იქ არის, მუსიკა აღარ მახსოვს. და ისევე საბჭოთა კომპოზიტორი რომელიც ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს მასთან და ითვლება დიდ კომპოზიტორად, ალფრედ შნიტკე, რომელიც ფილმებში სასწაულად კარგი მუსიკას აკეთებდა. აუ რა კაი მულტფილმი გამახსენე. ეხლა მე მაგალითად ეგ მაუგლი მირჩევნია იმ Jungle Books. რა თქმა უნდა. მართლა მიუღოთ უფრო სერიოზული დარკია. გლებთ ხო დარკია, კი, პროფესულია. Jungle Book უფრო გასართობი ბავშვურია და ის გაცილებით სერიოზული. კი. ძალიან მაგარი, აუ კაი გამახსენე. გამიხარდა ეხლა. რომელ თემაზე ისურვებდი? ანუ აი ან ნაწარმოები, ან წიგნი, ან რავი ნებისმიერი ისტორია, რომ HBO-ს გადაიღოს როგორც სერიალი რა. აი HBO-ს ძალიან გამახარა ჩერნობილით და რა ქვია, აი ესეთი მომინდა ცოტა ისტორიულ დრამებში ცოტა უფრო მეტ პრეტენზიები მაქვს. მე მგონი აი ეს შუა საუკუნოვანი ისტორიებზე და რაღაც რაინდულებზე მაგრამ აი ეს იყო ძალიან მაგარი იყო თან იმითი მომეწონა რომ ძალიან სერიოზულად მიუდგნენ რა ანუ ჩვენ საბჭოთა კავშირი მეტნაკლებად ვიცი და ვახსოვდა საბჭოთა კავშირში ხო ისეთი ნიუანსები იყო დაჭერილი აბეჯში თუნდაც აი ამბებად მომსვლია კი რომ და მივხვდი რომ აი მე-20 საუკუნის რაღაცა ამდაგვარ მოვლენებზე არა მარტო ჩვენ HBO-ს გადაღებულ რომელიმე კონკრეტულ ფაქტს ხო არ იტყოდი თუ მაინც და მაინც აი არ მიფიქრია და ამიტომ ამ აი მე და ღვინოს ვილაპარაკია მაგალითად რომ სტალინის ბიოგრაფიას ავმოთ სერიალი რა აი დიდებული იდეა იქნებოდა რომ არა იდეალიზირებული აღარ შეგვიძლია იდეალიზირებული აი როგორც ჩერნობილი რის როგორ უმის სიმართლე რა როგორიც იყო რა ნაგავიც იყო თუ რამეში თუ ნიჭიერი იყო ნიჭიერიც იყოს და მოკლედ მე მაგას ვთქვი შესანიშნავი მაგალითად ბერიაზე მაგალითად ძერჟინსკიზე სერიალი HBO-ს აი ნატურალური სერიალი არავით არის იდეალიზირებული და არც ძალიან ვითომ რომ ძალით რო ბოროტი გამ ვერაწევ თემას მაგრამ მეორე მსოფლიო ომზე ხო მაგალითად რომ არ იყოს იდეალიზირებული რომ ხო როგორიც იყო რაც იყო რა ზუსტად მეც სიამოვნებით ვიხილავდი ეგეთ სერიალს
და ესეთი კითხვა რა, აი რომ ესეთი არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ ერთი მსახიობის ფილმოგრაფიის ყურება შეგიძლია მარტო მთელი ცხოვრებაო რომელს აარჩევ. სხვები მორჩა რა, ვერავის ვეღარ უყურებ. ალბათ ენტონი ჰოპკინსი. ენტონი ჰოპკინსი. ღვინო შენ ჩაგეძინა თუ ფიქრობ? არა, ვფიქრობ. შენს ჩაფიქრდი? ალბათ მე ბრედ პიტს ვიტყოდი. ჩემი პასუხიც ბრედია, იცი რატო? ანუ ბრედ პიტი საერთოდ არა ჩემი საყვარელი მსახიობი, მაგრამ ისეთი, ანუ ყველა ტიპთან უთამაშია. ჯერ ხო ტარანტინოსთან ორჯერ. ჭკვიანი მსახიობია, კარგად ირჩევს როლებს. კარგად ირჩევს როლებს. კომედიაც აქვს, ფინჩერის ფილმებიც აქვს. ისეთებიც, ესეთებიც. სურელური ფანტასტიკებიც, აბსოლუტურად უაზრო რომანტიკული ჯო ბლეკიც, თუ გინდა ეგეთ ხასიათზე ხარ, ანუ ეს დიდი დიაპაზონი აქვს რა. ეხლა კრისტიან ბეილს კი ვიტყოდი, მაგრამ კრისტიან ბეილს უძან ისა აქვს რა, ხო რაღაცები ჩაჭერილები არის. უფრო ალბათ ან ბრედ პიტ შორის ან კრისტიან ბეილს შორის გავაკეთებდი არჩევანს რა. ჰით ლეჯერიც არ იქნებოდა ცუდი არჩევანი. ჯონი დეპიც გამახსენდა სხვათა შორის. ჯონი დეპიც დავფიქრდებოდი ალბათ. ხო, ნუ უბრალოდ ცოტა ჯეკ ბეგურას მერე ჯონი დეპი და ბრედ პიტი არ იკვეთებიან არსად? არ მახსოვს არ იკვეთებიან. მე მგონი არ იკვეთებიან. ხო, არა. საინტერესო კითხვა, ან არც ერთ ფილმს. არც მე არ მახსენდება. კარგი, მე აღარ მაქვს ბლიცური შეკითხვები. ერთადერთი მინდა რომ ჩვენ გვიწერენ კომენტარებს ღვინო. ხო. ჩვენი გვერდი 10 და უკვე 500 გამომწერს. ძალიან კარგი. მოგილოცო, ჩვენ ეს მოგრძალებული გვერდი გვაქვს. გვერდი კი არა. ხო, დასაწყისია. ხო, დასაწყისია, ხურდებით. უსინჯავთ გემოს YouTube-ს და მაგრად მოგწონს ეს სივრცე. ხო და მე მინდა რომ რამოდენიმე კომენტარი წავიკითხო და გავცეთ პასუხი თუ არ იქნებით წიანაღმდეგი. კი ბატონო. ძირითადად დადებითებია, მე მინდოდა რომ ცოტა უარყოფითებიც ყოფილიყო, მაგრამ არ ვიწერე. 2 წუთით გავთიშავ. გათი, სულ მავიწყდება მაგის თქმა. всё. გამოგვიწერეთ ხალხნო, დაგვიწერეთ კომენტარები, იმიტომ რომ მე 1-3-4 ეპიზოდის მერე ვეცდებით რომ კარგ კითხვებზე, საინტერესო კითხვებზე პასუხები დაგიბრუნოთ. მაგალითად, ეხლა დავიწყებთ მაგას. ესე იგი, გალაქტიკოსი გვიწერს, ქუდი რომელი მუსიკიდან არისო? ქუდი არის AI-ს ავაწყობინეთ ეს ქუდი. მე მიდის, ანუ ჩვენი ქუდი არის 13 წამიანი, მე ისეთი საზიზღრომა არის. მარტო 13 წამი დატოვე. მე კი, მარტო 13 წამი დავწოვე და თუ 1000 გამომწერზე ავალთ, თლიან იმ სიმღერასაც გავაძრობ. ესეთი ის საინტერესო თუ რაც AI-ი დააგენერირა. თლიანს რა, იქ თავის ღერის. რა იყო ის სული ქრონომეტრაჟი ხანძრეული? 3 წუთიანი იყო თუ 2 წუთს ნახევრიანი. ოკეი. საი კატასტროფა არის, მაგრამ მაინც ვკარი. ან პირველი 13 წამი კარგი. პირველი 13 წამი როგორც კი დაიწყო, ან ბევრით გააძრო რა, რაღაცა მიუთითი არ მახსოვს. კინოს პოდკასტის ქუდი დამიგენერირე რამოდენიმე ნაერი თქო რა, სხვადასხვა ჟანრები და პირველი რაღაც ძალიან დაგა და ეს რაღაც ის აკორდი როგორც კი აიღო, ეგრევე მომეწონა და დავტოვე, თორემ მე ისეთ საშინელება გრძელდება, რომ წამის მერე გავუტი. არავის არ გირჩა. ტექსტი არის კატასტროფა. ეხლა ნახე კიდე. კვიტო აღარ ბიჭო, სუდადებითები არავინ კითხვას არავინ არ გვიწერს. ძალიან კარგი ეპიზოდი იყო, ძალიან მაგრები ხართ, ჯიგრები ხართ. ვიღაცამ დაგვიწერა underrated ფილმებზეც ისაუბრეთო. აჰა, აი კაი კითხვა არის. ელენე კვიტო გვიწერს ჩემმა დამწერა ისე. რა გაგებით underrated? დაუფასებელი ფილმები, მოდი ჩვენ უფრო დავაკონკრეტოთ და საქართველოში დაუფასებელი ფილმი რომელი არის, რომელსაც სურვებდი რომ უფრო მეც გქონდეს ნანახი. ოდეს არ ეხება art house-ს ალბათ ხო, იმიტომ რომ აფსა მაინც. პოპულარული ფილმიდან. თუ გინდა art house-ი იყოს, რატომაც? ანუ art house-ი ისედაც პრობლემურია, გაგებით რომ არასდროს არ არის blockbuster-ი, ხო? რომელიც რაღაც მილიონებმა და ასეულ მილიონებმა უნდა. მასობრივ მასას არ მოწონს თითქოს. მეც არ მოწონს. მე ვერ უყურებ art house-ებს. უყურებ შენ? ხანდახან კი. ეხლა 1969-ში ამ მგონი blow up ნახე. ეგ იმისი ვისკონტის. ხო, კი. არა, ეგ ნუ art house-ა თუ მოდი მაშინ შემოვაგდოთ, აბა underrated-ები. თუ გინდა იყოს art house-ი, მე ვიტყოდი, აი ყველას ძალიან გამიწორდებოდა ბევრს რო კონდეს ნანახი. აი ხა გამოვიდა The Order და ძალიან მომეწონა. Jude Law თამაშობს, ნამდვილ ამბავზე არის, დეტექტივიც არის,
საინტერესო თრილერიც არის და თან ის არის რა, რო იცახიან რომ აი ახალ ფილმები არ ვარ გადა აღარ გამოდისო, ერთი ეგ მახსენდება მე რომ კარგია. არ მიფიქრი ამ ხრი და ვერ მომდის თავში ახლა ესეთი კარგი მაგალითი რას ვისურვებდი რომ ენახათ, ხო? იმიტომ რომ კიდე გამახსენდა კალათბურთელის დღიურებს ვისურვებდი რომ ახალგაზრდებმა უყურონ. ეგ არის მგონი 95 წლის ფილმი. კი, ლეონარდო დიკაპრიოს ერთ-ერთი ესეთი მაგარი როლი. სხვა შორის ეგეთი ფილმები, რომლებიც underrated არის და შეიძლება art-house-თანაც იყოს კავშირში, ძალიან კარგად შეიძლება უყო, როდესაც არის რაღაც შეკრება. ანუ ცალკე გვეზარება. ხო, ცალკე გვეზარება, იმიტომ რომ რაღაცა ოდნავ შესავალი, არ რაღაცა ფილოსოფიაში და ტერმინოლოგიაში გადავარდნა ან რაღაც. არა, უბრალოდ აი ეს ყველაფერი უფრო უშუალო ხდება, როდესაც მსჯელობაც არის, რაღაც თუნდაც მიგაწოდებს და მოგაწოდებს და ამ დროს ეს ყველაფერი უფრო საინტერესოა. აი მართალია, მე მაგალითად რაღაცა ქართული ფილმები რაც ეხა გამოსულა YouTube-ზეც ან Kavia Plus-ზე, მარტო ყურებას უმეზარება ხოლმე რა. მაგეთ ხო ცოტა art-house-ში გადის ჩვენი ქართული ფილმი. ვიღაცასთან ერთად რო უყურებ ხოლმე მაგალითად შეყვარებულთან ერთად რო უყურებ, მაგრამ ისწორდება ხო. უფრო ხმამაღლა გამსჯით თან. ან მარტო რო ზიხარ მოგწინდება რა თითქოს აი ის არ არის entertainment ქართულად როგორ არის? გართობა კი არა და ხო ხტები რაც არა აქვს რა მაგას რა და როცა ვიღაცასთან ერთად უყურებ უფრო საინტერესოა. ანუ ის მსჯელობას და მით უმეტეს თუ ვინმე მძიმედ კი არა შეიძლება რამდენიმე წუთში რაღაც მოგაწოდოს ინფორმაცია რაღაც შესავალი გააკეთოს რომელიც გაგიიოლებს და მეტ კითხვა დასვას. ან რაღაც კითხვა დაგაფიქროს რაღაცაზე ხო ეს ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება. მე ვიტყოდი ერთ ფილმს მიდიაბა გამოუშვა. underrated არ არის მაგრამ ფილმი რომელიც მე მგონი 2010 წლის ფილმია Due Date ესე ქვია კომედიური ჟანრის ერთ-ერთი შედევრი ჩემი აზრით. რობერტ დაუნი უმცროსი და ზაკ გალაფიანიკის ითამაშება. კი, ვიცი. ნამდვილად. ძალიან მაგარი. ძალიან დაუფასებელი კომედია არის მართლა. განასახიერებს. ზაკიო თვითონ ფილმი არის, აი ძალიან დინამიური, ძალიან სასაცილო, ძალიან საყვარელი მომენტებში დრამატულიც და ძალიან მოკლედ რეკომენდაცია უწევ. აუცილებლად მაგარი კინოა. სხვათა შორის ჩვენ მეგობარს შევუგზავნე იმ დღეს გლდანში. ეგ ფილმი და მოვიკითხავ ჩვენ მეგობარს რო გამოვა, მე კიდე მოვიწვიოთ ეგეც. და როგორ მოეწონა იქ. აუ ის ეგ მაგარი იქნება რა. გლდანში როგორ უყურებენ ფილმებს. მე-20 საუკუნის კომპოზიტორმა მესიანმა, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკებში იყო 53-ში თუ არ ვცდები, ფრანგი იყო და ამიტომ ისე ცუდად არ ექცეოდნენ, მაგრამ მაინც ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკი იყო, დაწერა კვარტეტი ჟამის ახალსრულის შესახებ. და რაღაც დამტვრეულ ინსტრუმენტებზე, ისიც როგორი შორის არ ვიცი, საკონცენტრაციო ბანაკში 4 ინსტრუმენტზე, რაღაც დამტვრეული ფორტეპიანო, კლარნეტი რაღაც და დაუკრეს. რთული მუსიკაა და ამბობს რომ ასე ყურადღებითო და ასე გულისყურითო და ასეთი იმითიო აღრთვანებითო როგორც სხვა მუსიკას უსმენდნო ჩემ ცხოვრებაში არასდროს არც მე და არც მანამდე არავის არ უსმენდი. ხო იქ უფრო გისმენენ. კი. ჯონი კეშიც ხო ჩაატარა ერთხელ თავის კონცერტი ციხეში. მეც არა ქვია Wholesome Prison-ში კი არა. ხო მოკლედ მაგ ფილმსაც უყურეთ ჯონი კეშის ბიოგრაფიაზე არის Walk the Line, ხოაკინ ფენიქსი თამაშობს, აი ერთ-ერთი დაუფასებელი ფილმი არის ჩემი აზრით. აი მე ვიტყოდი რომ კინოკლასიკას გავაცოცხლებდი, იმიტომ რომ ერთი მომენტი ნახე რომ ძალიან ბევრი დღევანდელი ფილმი არის სური მეიქები და მე იმათ რომ ვუყურებ, აღმოჩნდება რომ ისინი რაღაცაში რაღაცაში კი უფრო მეტად ჯობს ხშირად და ბევრ დავიწყებულ კინოკლასიკას 60-იანი 70-იანი წლებისას გავაცოცხლებდი და ვნახავდი. დღეს ხო ანუ ახრიდან გადაიღები, აუ კაი იქნებოდა. სულ სხვანაირად შევხედავ. თუნდაც ბუჩკესედი და სანდენს კიდი მიყვარს მე ძალიან და გაოცარი ფილმია. სიამოვნებით ვიხილავდი გადათამაშებულს და გარი მეიქებულს რა. კი. ან თუნდაც მაგ ისტორიაზე რამის რა, თუნდაც ვესტერნები მაკლია ძალიან მეკობრეები და რატო არის ესე მივიწყებული არ ვიცი არ მესმის ესეთი საინტერესო და ქარიზმატული აღარ მინდა რა ტრიკოიანი კაცების და პლაშიანი ღბიანი ტიპების ყურება რა მაგრამ მაგ ეპოქას აი როგორც ბეჭდების ბრძანებელის არ იყოს და ის რა ვიცი რამდენიმე ფილმის სჭირდება on location production და გადაღებები რასაც მე მგონი ძალიან ხო და არა CGI და
უწვანე ადგილზე უნდა გადაიღო, მწვანე ეგ ფონზე ბუნებაში არა. უნდა გადაიღო. CGI-ის ისე მულტფილმი მირჩევია, აბა რა, ვიცი მაინც რომ მულტფილმი. კი, და უკვე სხვანაირად უყურებ რა. ისე ორდე მულტფილმს შექმნიდი თუ სამდეს ბეჭდების ბრძანებელს. ეგ არის აუცილებლად ორდეს. აბა რა. არ ჭირდება ამას ასეთი ეფექტი. თუ მხატვრულად გამართულია, 2D-ც არის, 3-ის და 7D-ც არის ეს. კი ბატონო, მართალი ხარ, მეც გეთანხმები რომ 2D უბრუნდება, მე მგონი 2D ისე უბრუნდება რა. კი, ორდემ ისე დაიბრუნა მიხვდე რომ მაგარი. პოპულარული. მე ძალიან მღრის სამგანზომილებიან ეს 3D ფილმები. კი, დიდი ხანი ვერ უყურებ. აი ხა მაგალითად common side effect-ი არის ეგეთ სერიალი და 2D-ში გადავიღო და საერთოდ არ დამღალა, იმიტომ რომ ისტორია საინტერესოა, არა ბავშვურია. კიდე ერთი 2D გამახსენდა Netflix-მა გამოუშვა, ის რა ქვია, Blue Eye Samurai არის ძალიან მაგარი, Blue Eye Samurai. კი, პირველი სეზონი, მეორე სეზონი გამოვიდა. ერთი სეზონია ჯერ, ხო, ძალიან მაგარია. და ზოგადად მე ჩემი გემოვნებით ყოველთვის უფრო მეტად მომწონს და აი უფრო დიდ აღფრთოვანებას იწვევს მულტფილმები, სრულმეტრაჟიანები მათ შორის, ვიდრე ფილმები. კი ბატონო, ბოლო წლებში განსაკუთრებით. კი, ბოლო წლებში ხო, აი თუ კი რამე მომეწონა უფრო მეტად ეს მეც, იგივე მეც. დავასრულოთ მე მგონი. კი ბატონო. მადლობა. პოზიტიურ ნოტაზე დავამთავრე. ძალიან დიდი მადლობა დათო. მადლობა. და ესეთი სიამოვნებით მოგიწევთ კიდე რა, იმიტომ რომ ძალიან მადლობა გაგვიწევდა შენ ძალიან, ჩემთვის თავაპარაკი. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა. აბა ნახვამდის.